როგორც კი ნიუსი გაიჩიტა რომ ჯო როგანი აწი YouTube-დან აღარ არის და გადავა Spotify-ზე, Spotify-ს აქციები გაიზარდა 5 მილიარდით. ბიძია ჯოს როგორ ყავს ტრამპი ხოაზე ხა, იმენა უბნის ბავშვი ვიტყავს, როცა უნდა მოყავს. 2-3 წლის წინ რაღაცას რო ეთქვა რომ ქართული პოდკასტი იქნება, რომელსაც 100,000 გამოწერია ყოლებაო. ვიტყოდი რომ არასა შეუძლებელია. შენ ისეთ სტუმრები ყოლია, რომელიც ჩემთან არ მოდის. ხო, მაგრამ ეს გამოგდის შენ. მე ხა ეს რო ვცადო, შენ და პოდკასტი გაკეთე ვერ გავაკეთე. გამოწერილი ვყავარ, სამი ქართველი ყავს გამოწერილი, Instagram-ს გადაჭია მოწეთ, მაგრამ მიამაყება ეგ ამბავი. არა სერიოზული პოდკასტი. სალამი ჩემო ოქროებო, პოდკასტი არასერიოზული ისევ და ისევ თქვენთან ერთადაა. შეგახსენებთ არხის გენერალურ სპონსორს, ტრადიციულად აჭარაბეთი გახლავთ. დღეს არის წლის ბოლო პოდკასტი და ამით დავხურავ ამ წელს. ჯაფარ ამყავს. გადავწყვიტე რომ პოდკასტერებით დამეხურა, ორი პოდკასტის კაცი. როგორ გეკადრებ, პირიქით პატივი არის, მიხარია რომ მოხვედი. დღეს რა რიცხვია მაპატიეთ? 28. ხო, აი იმის გამო ეხლა ცოტა ავიჭე 28. ანუ ეს დაიდო 29-ში. ან თუ 30-ში დაიდო მე მაპატიეთ. ესე იგი ბლოგზე მუშაობდი, ვამონტაჟებდი. მაგრამ ბოლო პოდკასტია ერთი სიტყვით ამ წლის. როგორ ახარ მითხარი? მადლობა, კარგად. მადლობა რომ ამიძახეთ ამ ბოლო პოდკასტში და გილოცავს ეთას გამოწეს, იმიტომ რომ მადლობა. სასწაული შედეგია. მალე მომელოცა შენთვის. 2-3 წლის წინ რაღაცას რო ეთქვა რომ ქართული პოდკასტი იქნება, რომელსაც 100,000 გამოწერია ყოლებაო. ხო, მაგრამ ეს ხოდი რომ არასა შეუძლებელია. გეთანხმები ბაზარი არაა, მაგრამ მაინც ვერ გავიპრანჭები და ვერ ტყვი ეს რო სრულიად პოდკასტი, ანუ მანამდეც ხო იყო არხი რა. კი, სხვა რაღაცა ეგმონტი იყო, ხო, ანუ არხი პოდკასტი დაიწყო რამდენზე ვიყავი 35-ზე, 35,000? სადღაც ეგრე 35,000 ან 40 მაქსიმუმ 1000 იყო და ნუ მე პოდკასტმა წაი. ხო, ძირითადად იმის მე პოდკასტია. რატო გონია რომ ეგეთი კონტენტი ვერ დაკეცავს? შენ როცა დაიწყე მაშინ პოდკასტი კიდევ ვერ მარიცოდა რა იყო. ხო, ეგ არის ბაზარი არა. მე მგონი ნიკო იყო ერთი ენერგაძე, რომელსაც ნიკოს ქონა აუდიო პოდკასტი, ბაზარი არა. შენ იყავი, მე თუ ვწდები და მეც მახსოვს. კლასიკურ პოდკასტიზე ხე ჩვენ არ გვაკეთეთ. ხო, აი ხარს წაკეთებ რა. ხო, თორე სპორტულები იყო მანამდე რა. ესეთი ფორმატი არ მეგონა რომ გაკაჩავდა რა ეს. შენ ხარ ამდენზე ხარ? როგორ გახდებოდა? 24-ს ავწვდი, ეხა. ბიჭო, მე რასაც უყურებ შენ პოდკასტებს, პროპორციულად არ არის რა. ანუ შეიძლება გამომწერები სიტყვაზე 100 არ არის, მაგრამ ნახვები ძალიან საკაიფოთა აქვს. ანუ მაგ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე რაღაცას რა. ნუ უბრალოდ ეს ალბათობა არის. ნახვებისთვის აღარ აქვს. ხო, ნახვებისთვის არ აქვს. უბრალოდ შენ გაჩვენებს სწორად მიდიხარ. ტენდენცია რა, ზრდის ტენდენციას აკონტროლებ. ანუ ეხა შენ რო ეგ თქვი, ეხა დავფიქრდი რეალურად რომ განწირულია ესეთი კონტენტი იმისათვის რომ ბევრი გამომწერები ყავდეს თუ აი კლასიკურად არხზე მარტო ეს გაქვს. არა, მე მარტო როცა ეს მარტო პოდკასტი გაქვს, ძნელია ხო, ბევრი ძნელია რა. საქართველოს პატარა ბაზარია, ქართულენოვანი მსმენელი არ არის იმდენი, რომ ამდენ მსმენელზე ახვიდე ამდენ. რა გონია, თამას არა შეიძლება იყოს მაქსიმალური. ნუ ახლა 3 წელს რო გეკითხე, ესეც არ მეგონა შესაძლებელია, ამიტომ აღარ ვიტყვი ახლა. ამ პერსპექტივით დაახლოებით რა, აი რაღაცა. შენ რა მოლოდინი? ნუ ალბათ აი 9 მილიონს, აი რა ვიცი რა უნდა აკეთო, იმიტომ რომ რაღაცას ხო ქართულენოვანი მსმენელი მეტი თავდება, ეს ვარ თავს. ხო, ეგ არის. ინგლისურად რო აკეთო, არ ექნება ისა რა ქვია. საზღვარი. აი წეღან ვეუნებოდი რა მაგას. არის ესეთი აპლიკაცია, გამოიყენეთ მეგობრებო და საიტი, შეიძლება შენც იცი, WithCaption ესე ქვია და მე ვიყენებ ამას, მე შეიძლება მე აღმოვაჩინე ერთადერთი და სხვაებიც არის. ეს არის ერთადერთი ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც შეძლო გატიტრვა. რას ვიზახი, იცი რომ ქართულად ადებს ტიტრებს. მანამდე ქართულს არც ერთი არ აღიქვამდა. შორის ბოლოს რო დავდე, ქართულად დაადო YouTube-მა. ვაი, სულ კალატოზი და ტატო მყავდა და მე თვითონ ჩავწვდი და ქართული ტიტრები გაიჩიტა. არა, თვითონ გააკეთე. არა, ეგ ფუნქცია ვიცი რო აქვს, მაგრამ რასაც ადებდა იყო მარაზმი. არა, სწორად ადებს. ანუ არ გაგავიხდი ორი სიტყვა შეეშალოს, მაგრამ. უი, დედა, მაგრამ ფუნქციონალს გიხსნის რომ მან ჩააკორექტირო რაღაცეები? აი, ეგ არ მიცდია, წესით ექნება. და რატო? ეხა უყურე რაც მითხარი, რატო მოდის პირდაპირ ამბავში მე რასაც ვამბობდი. ესე იგი, ეს ვიდი ძალიან კარგია იმისათვის, რომ მობილურით იმუშაო, სიტყვაზე ჰორიზონტალურ ვიდეოებს აკეთებს არილზე ვერტიკალურად, ეგრევე ადებს და გადავწყვიტე რომ მე თქვი აი PC-ში თუ გამიხსნის თქო. გამიხსნა უფრო მეტი ფუნქციონალი აქვს, ხმის გაწმენდა რაღაცეები, მაგრამ თვეში $24 ზემოდან უნდა იხადო რომ 4K-ში ამოვარენდერო და ასე შემდეგ. მაგრამ შევაგდე პოდკასტი სპეციფიური პოდკასტი ვცადე რა, უაზროდ სტრანი ლექსიკონი რო არის. და დავაჭირე თარგმანს და გადათარგმნა იდეალურად.
და მივხვდი რომ ალბათობა იმის რომ სიტყვაზე გლობალისტვის მე პარალელურად ხოსდა ტიტრით ხო ტექსტი რა რო დავადო ანუ თქვენ ახლა იდეაში არ შეწუხდებით რომ ქვემოთ ტიტრი მიდიოდეს და შეიძლება რაღაცა სიტყვაზე თუ გამოგჩა ვიღაცა დაეწიოს მაგითი მაგრამ როგორ ფიქრობ ალბათობა იმის რომ გლობალზე მაგით გავიდეთ თან YouTube-ში აღმოაჩინე ფუნქცია რომ სათაურები შეგიძლია ჩაამატო სხვა ენაზე და მაგალითად თუ გიყურებს გეოგრაფიას ხო უჩვენებს ხო იმენაზე ნახო სათაური ღირს მაგაში არა მგონია რატო იცი შენ გინახავს უცხოური პოდკასტი თავიდან ბოლომდე უცხო ენაზე მარტო ტიტრებით კი სუეჩი ტანჯვით სანამ აღმოაჩენდი ალტერნატივას მოდი ესე გეტყვი ხო პოდკასტი არის სმენის ფონტი არის რა უფრო უსმენ ანუ გადახმოვანება უკეთესი ვერსია აუდიო უნდა იყოს იმენაზე რა არა მგონია რაღაცა დაჯდეს ნუ რაღაც ძალიან საინტერესო თუ არ ქენ ანუ ილონ მასკით მოიყვანე შეიძლება რაღაცები ჩაჟდნენ და ინგლისურადაც წაიკითხონ შეიძლება ხო აუდიო უნდა იყოს იმენაზე მაგრამ ალბათ ეგ დროც მოვა რომ აუდიოც გადაგითარგმნოს რა ინგლისურად გაგახმოვანოს ბრაზე დავფიქრდი იცი ანუ სტორი ხარ სიტყვაზე $24 ვიხადო და 0 ფიდბექი კონდეს მაგას მირჩევნე მივანდო ისე YouTube-ს ეგ ფუნქცია და ვიღაცამ დააჭიროს და უფასოდ კონდეს ხო ვერც უნდა გავტესტო რა YouTube-ის აი აუდიო ჩვენ კაცებზეც გვინდოდა რა გადაცემა კაცები ვინც არის და არის ეგეთი ვინც არიცით გადაცემა კაცები ხო და მოკლედ ანუ ფიქრობდით რა რომ უცხო ნათარგმნი რო იყოს ან რაღაცა მაგრამ ნუ ხვდები რამ ხელა ხარჯია და რა თქმის გოვა არის ეხლა 4 კაცი ერთმანეთზე რო გადაედება ლაპარაკი და იმის გახმოვანე მაგრამ პოდკასტში მაგის პოდკასტში არის ხო საშუალო ერთი ერთზე კიდევ მარტივი გააჩნია ტემპს რა ტემპით მიდის პოდკასტი მაგრამ მაინც რა ქაოსი შეიძლება შეიქმნას ხალხი ყავს ქართველები რომ სოფლიოში პოპულარულები რო არიან რა დუალიშვილი მყოლია პოდკასტში და ის რომ ინგლისურად ითარგმნოს აუდიო რაღაცა კონტროლად გაკეთოს გლობალზე გავაეხა რა დუალიშვილი ყველა პონჩ ხო არ კონკრეტული სტუმრები ალბათობა იმის რომ გაისვრის გლობალზე არის კი მაგრამ ხო ძვირი სიამოვნებაა რა სადამ აი ხელოვნური ინტელექტი თავის და გაგიკეთებს ეგ დროს მოვა იმედია ხო არის რაღაცა მე მგონი არის ეგეც AI-ს მე უხარისხოა ეგეც ხო მან დაიხვეწება ხო მაგრამ ეხა გაჩნდა ახალი ისა ფუნქცია YouTube-ში რომ თუ გინდაო ამ AI პროგრამებმა შეისწავლოს შენი ჩენელიო თუ რა შენი კონტენტიო და დაითანხმო რაღაცა მკითხა თითქოს ხო ხო რაღაც ეგეთი ამბობდა ერთი კვირის წინ მე მგონი ხო ალბათ ეგ არის რა რომ შეისწავლის რა ჩაუჯდება და მე და რა უნდა შეიქციკას ალბათ შენ რაღაც არ ვიცი რაღაცეებს და მე გადათარგმნეს ხო დღეს თუ გუშინ ამომიგდო რაღაცა სტრანი კითხვა მე დავეთანხმე მე მგონია რომ არ დაეთანხმო მაინც შეისწავლის და კაი მეთქი ხო ძალიან არ კითხოს ხო ეგ კონტენტი იმაში ხო მენეჯერში ამომიგდო ხო მენეჯერში ამომიგდო მეც და არა უთხარ მე სანამ Google Translate-ით 20 ენის მატარებელს არ ვკითხავ რა უნდა რას მეკითხება კარგად არ ვარ დარწმუნებული ხო მაგრამ ვიპოვე მაგ ოფციასაც მე რა აი ყურე კაცები ახსენე მე როგორც ვიცი და ვინც არიცით, შენ ხარ მაგუნდის წევრი პახოდუ რა. თან წლებია, ხო? სხვათა შორის სატელევიზიო კარიერა ერთ დროს დავიწყეთ მედაში. აი გოგონათი დაიწყე. რა გოგონას დროს. მე ვიყავი სცენარისტი გოგონას ერთ-ერთი. ვიცი, თევზი კამა თქვენი ყავით ეკამა, შენ ცოტა კამანდაში? არა, თავიდან გოგონა რო დაიწყო იყო კაკაბა და წულკიძე, თავი სცენარისტები. მერე მოიყვანეს პაატა და და დამატებით ვიყავით მე ქეთი და ეკაილიაშვილები. ოღონ ჩვენ ანუ შენობაში იქ იყავით? როგორ იყო იცი ჩვენ აი დამატებას რო ეძახიან ისინი აუთლაინს აკეთებდნენ ჩვენ მე დიალოგებად ვშლიდით რა და უბრალოდ ვიგზავნე და უგზავნით ესე ვიყავით იქ იშვიათად გვიწევდა კვირაში ერთხელ შეიძლება მოსულიყო ხო იმიტომ აი სიტყვაზე იქ სადაც ბირჟაობდით ხოლმე რა ოფისიც ჰქონდა რა დიდი პავილიონი იყო საკაიფოდ გაკეთებული იქ ესე არ მახსოვხარ თუმცა იმდენი წელი გავიდა და დავბერდი შეიძლება მაგის მე უფრო მახსოვხარ ამის შოუს აი უკვე მაგ თემებში რა იქიდან იწყება ჩვენი ნაცნობობა რა დღეს რა პონტი გიკავია მაგუნში რა და ვაფშე გუნდი როგორ ფუნქციონირებს შეხშირი ეხლა ვარ კაცების პროდიუსერი მქვია ხო მაგრამ ნუ პროდიუსერი ყველა პროექტში სხვადასხვა რაღაცას ნიშნავს ესე არ არის რომ პროდიუსერი არის და ამას აკეთებს რა იდეაში რაღაც შემოქმედებით გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ მთელი გუნდი და ნუ მე მევალება რაღაცა ნიუსების მომზადება რაღაც სტუმართან თემების მომზადება ანუ მოკლედ კაისაჩალის საქმე გადაცემის რა უნდა იყოს გადაცემაში და მე ამის მონტაჟი სოციმედია ასე შემდეგ აუ მაგარით მოვლამ კონტენტის რა ხო არა კარგად უვლი ესე იგი ფაქტია რომ კაი მოვლილი კონტენტი არის ორი აზრი არა იდეა პოდკასტის ვერთობლივი იყოთ შენი იდეა იყო იდეა იყო კაკაბასი და მიჩიჩხინებდა კაი ხანია რომ გააკეთებოდა რატო არ გინდა დამითანხმო რატო არ გინდა
ფიჩი რა და ყველაზე დიდი კონტენტია საკეთებლად იდეაში. მოვედი დავჯექით საუბრობთ რა. ანუ არაფრის გამზადება არ გვინდა. რა მეგონა არ გამოვიდო და მირუნდა უყუროს თქვი რატომ უნდა რატო ქონდა ეგანწყობა? აი არ ვიცი. ალბათ ნაკლები თავდაჯერებულობის გამო. სუტყვი. ხო და ბოლოს სადე მაინც რა და კაი ხავცალოთ მეთქი რა ხარ. და წაიღო საკაიფოდ. ჯერჯერობით მიაქვს ხო? რამდენი ეპიზოდი დევს ახლა ზუსტად? 45 დავდა გუში. 45 და რამდენი ხანია დაიწყე? მარტში. ხო, აი სწრაფად მიდიხარ. 7 თვეა თორე. არა, 45 ეპიზოდი 7 თვეში. მარტის ბოლოს დავიწყე. რა სიხშირი? კვირაში ერთხელ. და ნუ რაღაც რამდენი ეპიზოდი დავდე კვირაში 2 თუ რაღაც. მე ვარ ზარმაცი 157-ია ახლა ეს. რამდენი წელია ვაკეთებ? მე-5 სეზონია. მე თვეში 3 ვსვდებ. ეხლა მივხვდი რატო ვაგვიანებ მეთქი რა. და სათხდება გადაღებები. აი კაცების სტუდიაში მაგიდასაც არის. იქ სადაც მეც ვარ მეორე ვაჟაზე თუ იმაზე ყაზბეგზე თუ სადაც ხო? მაგიდის წინ არის ჩემი მაგიდა ესეთი და ამზომის დაახლოებით. საპარელი ოფისი არის. ამ ხელა ოფისია, მაგრამ ეს მაგიდა დავამატეთ, სადაც ახალი შოუ უნდა გავეკეთებინა და ნუ ხა ეს არეულობები რო დაიწყო მაგიდა გავჩერდით, თორე ესეც დავიწყებთ. შენ რა ქონდა ამ არეულობების თემაზე დატორმუზების ამბავში კონდენის? არ დავტორმუზდი, მაგრამ ნუ თემატიკა შემეცვალა, ანუ გადავედი პოლიტიკაზე, რამდენიმე ეპიზოდი იყო მაგ თემაზე ლაპარაკი, ახლა ნუ ესეთი ამბავი იყო გარშემო და ჯიგრები, ორშაბათობის ჯიგრები ვნახე, ხო. და მანამდეც რამდენიმე ეპიზოდი მქონდა ამ თემაზე, იმიტომ რომ ხა ისეთი ცხელი ამბავია, რომ დავჟი რაღაც ვარსკვლავებზე ვილაპარაკოთ არ გამომდის. ხო, ვერაცდები. ძალიან კი არ მინდა სხვა რაღაცა მაინტერესებს უფრო. ბაზარი არა, მაგრამ ვერაცდები რა. კაცებმა გააჩერეს? ხო, იმ დღეს მოხდა პირველი დარბევები რო იყო, მაშინ დაგვედო და ნახა არ გამოდიოდა და გავაჩერეთ, მაგრამ ნახა დავიწყებთ ისევ რა. ხო, ნუ გინდა არ გინდა, ხა რეზედიზე ჩავწერე რა, მე 20 დღე მქონდა დაპაუზებული, გუში მქონდა პოდკასტი, დღეს ეხა დაიდო, აი მე და შენ რომ მოხვედი მაგდროს და ხო დავდე. ვერაცდები რა, ანუ რაღაცეები მეც მაქსიმალურად ვცდილობ დისტანცირებას ამ თემიდან მთელი ამ პოდკასტის ისტორიის მანძილზე, გარდა კონკრეტული რაღაც ეპიზოდებისა. მაგრამ თავზე მოძალა არ არისო რა. გინდა არ გინდა ეგრე არის. ვითხარი გეგმის პონჩი, მე ძალიან მიხარია რომ ბევრი პოდკასტი გაიჩითა რა. ძალიან. მართლა მაგრამ ისწორდება. თან ხარისხიანი რაღაც ახალი არა. ხო, თან ხარისხიანი პოდკასტები იჩითა. კლასიკურები ბევრი არ მახსენდება, ჩესნათ რო გითხრა რა, აი ჩვენ როგორი პოდკასტიც გვაქვს იდეაში. შენი, ჩემი, ილოსა აქ ეხა კიდე, აი ესე ვინც მე მგონი სისტემატიურად დებს რა. ვინმეს კიდე აქვს ეგეთი კლასიკური პოდკასტი ვიძახ თორე არის კიდე ბევრი ძალიან კარგი პოდკასტები რა და მე არ ვიცი რამდენიმე არის კი იმას ანდღულაძემ დაიწყო მე მგონი და გაჩერდა აი არ ვიცი მინახავს რამდენიმე ეპიზოდი ახლა გაჩერდა თუ ხო რაღაცა ჯავახშვილი რო ყავდა მინახე ახსენდა რომ არა მოვარდნილა დიდი ხანია და ეთყობა კოსტას ქონდა შარიკიძეს კიდე ძალიან მე ძალიან მომწოდა როგორც ქონდა რამდენიმე ეპიზოდი და ანუ ვიღაცეებმა დაიწყეს და გაჩერდნენ ხო არის ერთი პოდკასტია თავის დრო ესე ქვია ორნი არიან სამყაროში ხო თავის დრო ესე ქვია დიდი ხანი აკეთებენ უსმენ ხომ ისიც ცოტა ჩემთან ახლოს არის ჟანრით რა უფრო სამეცნიერო და რაღაც ეგეთი შემეცნებითი არის ცოდნის სიყვარული თუ ცოდნის მოყვარე პოდკასტი სახელით ვარ გოგორო არის წამყვანი ძალიან კარგი პოდკასტია ძალიან შემეცნებითი ბაზარი არა და რაღაცები შემხედრია კიდე რა მადლობა ეგ მაინც უფრო ისეთი არის აი ეგ თუნდაც ცნობის მოყვარე პოდკასტი თუ რაღაც ძალიან კარგი გოგოა ძალიან საინტერესო პოდკასტები ანუ სახში ძალიან ხშირად არის ხოლმე ჩართული მაგრამ უფრო არის ისეთი რომ იმენა შემეცნება ანუ მან დავისვენე ვერ გექნება აი ეს ბაპატია ჩემო ხო არ მიწინო სუბიექტური ის არის განცდა რა რომ აი გავჩილე ხო ხდები თან შემეცნებითი თან ცოტა იღადავეს თუ თან მან და არა მან და რომ აი რო ჩავთავ ვიცი რომ ბევრ საინტერესო ახალ რაღაცას მოვისმენ სიტყვაზე ფუ პოდკასტ თუ ჩართავ ვიცი რომ გაჩინავ რა და ბევრს იცინებ თუ რაღაც ანუ მაგას ვიზახ ესეთი კლასიკურები რო არიცი რა მოხდება როგორ განვითარდება შეიძლება ცოტა ისეც იყოს ისიც ჯერჯერობით მაინც იასნად ბევრია იმასთან შედარებით ვიდრე 2020-ში მე რო ვიწყებდი მაგრამ ცოტა არის თავარი მიზეზები რა გონია რატო არ რისკავენ ტიპები ამის დაწყებას მე ბევრის გამომისმენია რომ იმენა ეგ სიტყვები არ ვრისკავთ მე პირიქით მეგონა რომ ჩვენ გზა გავყვალეთ და ზოგს ეგეთი უმეტესობას ეგეთი მიდგომა აქვს რომ არ ვრისკავთ ხო რატო არ არის მეტი პოდკასტი ხო რატო არ არის მეტი კლასიკური პოდკასტი არ ვიცი შეიძლება ჩვენ იმდენს უყურეთ ეგეთ პოდკასტს მე ვიცი რომ შენც ჯოროგანით დაიწყო და მეც ჯოროგანით ალბათ ჯოროგანი იყო პირველი პოდკასტი ასაც მოგუსმენდა და წლების მე უსმენდი და ალბათ მაგითო მოგწონს ასეთი ჟანრი და ასეთი მიმართულება რა ასეთი საკეთებს და აი არ ვიცი რა ვერ გეტყვი
მე ხა უფრო ლექს ფრიდმანია კიდე ერთი რომელიც უფრო მეტად არის ჩემი ინსპირაცია ეხლა რასაც მე ვაკეთებ. ისიც ეგეთ შემეცნებითია. და ის ძალიან მაგარ მასშტაბზეა გასული, ვიცი ვინც კი ვინმე არსებობს დონალდ ტრამპი ყავდა ბოლოს ეხლა ზელენსკისთან ჩავიდა იქ აი იქაც ეს პოდკასტი. ბიძიაჯოს როგორ ყავს ტრამპი ხო აზე ხა იმენა უბნის ბავშვი ვიტყავს როცა უნდა მოყავს ის რა მასშტაბია ხო ის ეგეთი მასშტაბი ეგ გუშინ იყო რაღაცა იმებს ტოპები იყო რა ჩარტები ამერიკის საუკეთესო რაღაც შემსრულებელი რაღაცა და яснат ჯოროგანი ისე პირველი პლატფორმა არის პოდკასტის რა თან არა YouTube-ური ტიპი არის ვაფშე არც სათაურზე ღელავს დიდათ ვიზუალიზაციაც ვიზუალიც დებილური ერთად ფრეიმი არჩეული ხო Nokia-თი იმაზეც არ დარდო მე რომ სტუმრის წესიერი კადრი იყოს აი რაც მოუწევს ითოლის არის აქედან რო იღებს სადღაც აი აქ ამას რო იღებს ხო ფეხებზე კიდია რა შინა არის ჩისტა შინა არის რაც მან ხდება ხო რაც მან ხდება სტილისტურადაც რა ანუ ну გასაგებია რომ ეხა ქვეყნის კანონმდებლობაც კონკრეტული შტატის აძლევდა უფლებას, მაგრამ ხო ხდები დაუჭეკით მოსაწევი მოვწეთ მაგიდაზე რა ხდება დაკვირვებული. ჯერ მარტო соуსების და კეჩუპების რაღაცა 500 სახეობა, ლუდები, ვისკები, რაღაცა შამანური რაღაცეების, კარო ვუდუს სათამაშოები, ანუ ტიპს გონია რომ რაც კი პირველი ეპიზოდიდან მიუტანეს და დადეს ყველაფერი სტუდიაშია, ანუ საერთოდ არ წაუღო. ხო და ვერ ხვდები მაგას როგორ აკეთებს, იმიტომ რომ 3 საათიან ეპიზოდებს წერს და თან ერთი დღე თავისი სტენდაპერის მაგაცები ყავს. მეორე დღეს ყავს ვიღაცა ნობელის პრემიის რაღაცა მეცნიერი ან ლაურეატი ან ფლობერი. ტექნიკურად როგორ აკეთებს ხო? არა, დრო იმის ციგნის საკითხული აქვს. მე ვიღაცას მონადირეს მოიყვანს იმის ციგნის საკითხული აქვს. ანუ როგორ ახერხებს 2000 რაღაცა სტუმარი ყავდა და ამხელა რისერჩს როგორ აკეთებს ყველა სტუმარზე იცოდეს ის რასაც შვება აი. Making of ნანახი გაქვს. სად და როგორ აკეთებს? კი. ეხა მაგარი სტუდია აქვს, მანამდეც მაგარი სტუდია აქვს. ანუ საოცარი მასშტაბია. რადგან ესეთი წარმატებული პროდუქტია ალბათ კადრის მიღმა დიდი გუნდია. სტენდაპერიც სხვა რაღაცებს აკეთებს. საოცარი სტენდაპერია UFC-ს. კი, ყველა ფრისტი არის, არ ოჯახი ყავს რა. სვეტში ყველაფერში კი არის, მაგრამ მე ვასებ. ალბათ რა მგონია, იცი რომ ის გუნდი, რომელიც ალბათ ამდენიმე ათეული კაცი არის კადრის მიღმა, აკეთებენ რისერჩს, ალბათ იციან რა კიუორდები უნდა მიაწოდონ რა რაღაც არ ვიცი იმიტომ რომ ფიზიკურად ესეთი ინფორმირებული რო ვიცი საზეც ელაპარაკება რა ძალიან აკითხი ტიპია ძალიან ერუდირებული ტიპია და რა მევასება იცი ალბათ თემა არ ყოფილა ხო ვინ არ ყოლია აი იგივე რა ჩვენ თქვი ნობელის პრემიის ლაურეატი და რაღაცა სიტყვა დამლაგებელი UFC-ს ჩემპიონი ყველასთან შეუძლია აი ეგეთი უნიკალური წამყვანი მეცვეთში არ მინახავს შეუძლია რომ თავი გამოაჩინოს ისე რომ თვითონაც ექსპერტია. ოღონდ ვერბალურად ამბობდეს რომ გონში არა ვარ, მე ლაპარაკე, მასწავლე, მაგრამ ტიპი არის ყველაფერში ექსპერტი. აი ეგეთი დალაგება ლოგიკის როგორც მაგას აქვს, მილიონიდერსკი პოდკასტია, მილიონიდერსკი პოდკასტერია, მაგრამ ალბათ იმიტომ არის პირველი რა. ხო. არასოდეს გავსი არაფერი ამ სმენია. შეიძლება აქ დიალოგის რა, აი ხდება, როდის რაღაც თემიდან თემაზე გადავიდეს, როდის ხდება რაღაც მოსაწყენი ხო და ნუ მოკლედ რა. სუპერ კაცია. წარმოიდგინე. YouTube-ზე ხო არ არის თან მე მგონი. ეხა დაბრუნდა. ეხა მოკლედ Spotify-მ თავიდან რომ Spotify მიყიდა მაგის პოდკასტი YouTube-დან მოხსნეს და ეხა ახალი კონტრაქტი ხო გააფორმა ორჯერ უფრო დიდი. პირველი ხო იყო 100 მილიონიანი. ეხა არის 250 მილიონს გადაუხდიან და თეორიად ციფრებზე გადაყარა. ანუ YouTube-ზე ძდებს რა. ანუ იმიტომ რომ ისეთი პოპულარული ანუ თვითონ პოდკასტის ჟანრს ისეთ პოპულარულებს რომ Spotify-ს უღრეს რა რომ ანუ იდეაში Spotify-ს თავი შემოსავლის კი არა ჯო როგანიას დაწერს ჯო როგანის მომყოლი მსმენელები რომელიც სხვა პოდკასტებს მოусმენენ და ზოგადად პოდკასტის პოპულარობა და ხო მოსმენის პოპულარიზება Spotify ხო ეგ არის რა და იმიტომ რომ პოდკასტების თემასაც ძალიან მიაწვა რა და ალბათ მაგიტომ იცეს მე უფლება რომ YouTube-ზეც დადოს და ხა განაახლა რა მე რა მიგვირს იცი როდესაც ეგეთი მასშტაბები გაქვს რატო არ შეუძლია გააკეთოს ან შეიძლება აქ და ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად შენზე აწყობილი სიტყვაზე აპი რა ანუ ინდივიდუალური აპი ჯო როგანის მე სიამოვნებით გამოვიწერდი რა გადმოვიწერდი მექნებოდა სადაც მიკროსამყარო იქნება და როგორც subscription-ის პრინციპი რა ხო ხდები პროსტა ვისაც შენევასები რაღაცა ფიქსირებულ ფულად გიყიდონ ყოველ თვე არ ვიცი შეიძლება არ ვიცი 100 მილიონს რო გიხდიან ალბათ აღარ უღირს არ ვიცი მე გამოვიწერდი აი ვიღაცები არიან აქვთ გაკეთებული რა ხო მაგალითად Louis CK-მ ანუ თავის საიტი გააკეთა და იქ ყიდის თავის სტენდაპსაც სერიალსაც სტენდაპერები მაგას აკეთებენ ხა ამ ბოლო დროს ხო ჩახსნა ეს შუამავალი კომპანიები ხო ვინც Netflix-ან ათანაშრომლობს ხო შეიძლება ესე აწყობს ვერ გეტყვი რა
ძალიან დიდ ფულებზეა მადლობა რაკი. მერთო მაგ მასშტაბის მე ასეთი გვაქვს. 100 მილიონი რო გადაუხადეს 100 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ვერ მივხვდი თავიდან ამდენი ამ ხელა მოგება როგორ მოაქვს ამ პოდკასტს რა Spotify-ისთვის და 100 მილიონად ხო იყიდეს. როგორც კი ნიუსში გაიჩიტა რომ ჯო როგანი აწი YouTube-დან აღარ არის და გადავა Spotify-ზე, Spotify-ის აქციები გაიზარდა 5 მილიარდით. 5 მილიარდით გამდიდრდნენ იმ ერთ დღეს, როდესაც 100 მილიონი გადაიხადეს და 5 მილიარდი ძვირი გახდა კომპანია. თავიდან მე მაგას ვერ მივხვდი მე ეს პოდკასტი. Spotify-ის YouTube გიგდებს რეკლამებს. Spotify აუდიო რეკლამებს გიგდებს? კი, თუ არა გაქვს გამოწერილი. პრემიუმი? ხო. რეკლამებს გიგდებს. და დაჟე რაღაც სიმღერებს ვერ ახვევ და რაღაცეები აქვს იმას. Spotify ფულს წერს მაგაში. კი. ფიჭო 5 მილიარდით გაიზარდა ასე ხა. ხო, და ეხა კიდევ უფრო გაზრდილი იქნება, ეხა მეორე კონტრაქტი და ყველა დიდი პოდკასტი თითქმის არის Spotify-ზე უკვე. მოკეთ აუდიოს YouTube-ი არის, გული თან მიხარია, მაგრამ თან მაგრა გული მწყდება ხოლმე რაღაცეებზე, რომ როგორ მე ასეთი შანსიც არ გვაქვს თეორიაში. თუ გვაქვს, არ ვიცი. აი ხელოვნური ინტელექტი თუ დაგვეხმარება და გადაგვითარგმნის. ან ინგლისურად უნდა წავიყვანოთ და მაგარი კრინჯობა იქნება. აი ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ სულ ხელოვნურმა ინტელექტმა იდეალური, აი მოდი Google წფელები ვიყოთ, მე ჩემ თავზე ვამბობ რა. სულ იდეალური დუბლირება ქონდეს ეხა მე და შენ. აი ნებისმიერ ქვეყანაში გავდიოდე თითქოს აი იქაურები ვართ. ჩვენ ხო ეხა ამ ბაზარზე ვართ, სიტყვაზე ის რაც ვართ, რა წარმოვადგენთ. ჩვენ შევდივართ ეხა მდინარეში ვართ და გუბეში სიტყვაზე და შევდივართ ოკეანეში. აი ობიექტურად გონია რომ ოკეანეში შანსი გვაქვს რომ სხვა პოდკასტებს რო დავეჯახოთ მათი ყურადღება ჩვენზე გადმოვიზიდოთ? კი, ჩემ თავზე არ ვიძახი, ქართველებს გვაქვს შანსი, ესე ვიტყოდე ხა რავი. UFC-ის ორი ქართველი ჩემპიონი ყავს და პოდკასტებშიც გამოგვივა რაღაცა. ხო რა, მაშინ თემატიკა შეიცვლება. შენც უფრო მეტად ყურადღებას მიაქცევ სოფლიოში რაც ხდება. ყველა პოინტი. და შენ სალაპარაკო თემებშიც ეგენი შემოვა რა და ფავდედიზე ილაპარაკეთ მაგალითად ბოლო სკანდალი რო იყო. და მოხსნა ფავდედი არც მის მე ბევრი რაღაც მოხდა, მაგრამ უფრო ბევრს ილაპარაკებ ამ თემაზე ან რაღაც ამერიკის არჩევნები შეიძლება გლობალური შენი ტვინიც იმაზე იქნება გადართული. ეხლა უკვე ქართულ თემებზე ხარ გადმორთული და ლაპარაკიც ამ თემებზე გამოგდის. და მე ალბათ რა მაგა რო ეჭიდავები ეგეთ ტიტანებს რა, შენც რომ მაგ სფეროში ხარ და პროსტა რო ეჭიდავები რა. და უფრო აზარტულიც იქნება და მაგარი იქნება. ერთ მაქნას რა ვიცი რომ შემოვიდეს სიტყვაზე AI ისეთი რომ ჩვენ შევძლოთ რა. კაი, დაუბრუნდეთ ჩვენ უბედურ ქვეყანას მაგ კონტექსტში. აი ხა ჩვენი გაქანება ისაა რომ მე შენთან შედარებით შენ ისეთ სტუმრები ყოლია რომელიც ჩემთან არ მოდის. მიგებს მაგამ ბავში. მაგალითად გოგიჩა. გოგიჩა და მე ვიბაასეთ, აი ფესტი რომ მოაწყეთ, ჯიგრები ხარ, სხვა შორის ძალიან საკაიფო იყო რა. ძალიან გავერთე. აპირებთ კიდე? ეგ უფრო კაკაბა არის მაგის დირექტორი. კაკაბას ამბავი. ვისაც არ გინახავთ, როგორ ერქვა ზუსტად? კონტენტ ფესტივალი. კონტენტ ფესტივალი, სადაც რაღაცა იყო პანელი პოდკასტერების, ჯაფარა იყო თან წამყვანი და 4 პოდკასტი ვიყავით წარმოდგენილი და ძალიან საინტერესო საუბარი შედგა, ვისაც ეს სპეციფიკა გაინტერესებდა, ზოგადად თან გეგმავთ რაღაცა, დევს YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ. ხო, YouTuberების ფესტივალი იყო. ხო, YouTuberების კონტექსტში იყო რა იდეაში. ხო და მაშინ ვიბაასეთ მე და გოგიჩამ მოსვლა არ მოსვლის ამბავზე და მაინც სადღაც ნაპერწკალი მაქვს რომ მოვა. დვალიშვილი ვერაფრით ვერ იმასქენი, ვერაფრით ვერ გავაკეთე ორგანიზაციას. როგორ ვარდა ეგ შანსი ხელში რა. რანაირად მოაგვარდა. კაცებში მოვიყვანეთ რა და იქვე რო იყო აი გვერდზე სკამზე გადმოსვია ასე თქვა რა. დრო ვიხელთ. ვერაფრით ვერ და მე რომანა მყავდა, ვენაცვალე, დოლიძე მყავდა, რისთვისაც კიდე ერთხელ მადლობა ბრაზა. მანდ მიშველა ის რომ ფილმში ვიყავით ერთად და მაგნაცნობა მეგობრობა მიშველა. ილიას ძალიან გამახარებს, ოდესმე თუ მოვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს და გურამ ქუთათელიც და არ მართ ყველა ვინც ხართ წარმატებები სულ არასოდეს არ მოხვიდეთ და არც ჩართოთ ეს პოდკასტი მთელი გულით მაინც წარმატებები. ვინ გინდა სწორედ ან გინდოდა და არ მოვიდა მე მაქვს 10 კაციანი ლისტი ვინც ობიექტურ ვარზე გამიშვა ან სუბიექტურ ვარზე მაგრამ გამიშვა და ძალიან მინდოდა შემინ ყავს ეგეთი ნონა გაფრინდაშვილი იყო და თვითონ ქალბატონობას არ დავკონტაქტები ვარ ანუ მიზეზი რა იყო რა უარის აი ნახოთო ნახოთო ანუ პერსპექტივაში არის შესაძლებელი ნუ გაიხანი გავიდა და ნახეს დაწუნებული ნუ არ მოიწონოთ ალბათ ხო პოდკასტი ჩამიგდეთ ნახოთ რაზეა საუბარიო კაი კიდევ ვინება
ესე არ მახსენდება რა, ვიღაცები არიან ხოლმე რომ ეხავერა და ერთ-ერთ თვეში მომწერე და რაღაც ანუ ესეთი უარი მეტი არ მახსენდება რა. შენ ვისთან გინდა იმენა და გონია რომ არარეალურია სიტყვაზე. არარეალური. ან გაჩერებს რაღაც რიგი მიზეზები, ხო? აი ეხა ილია თოფური რო ხსენე რა ესვე რო ეცალოს აქედან გავიქცევი და ხო ჩავწერე. მე ნათქვამი მაქვს რომ თუ რამე გავფრინდები იქ შავალე და კიდევაც დაკონტაქტება და კიდევ ეცდები ბევრჯერ რამენერა დავიჯდა. დმიდა გაღადაო მე. ალექსანდრე სანდროსთანაც მიცდე მიწერილი ცხობ და ასაც ვეცდები. და როც კიდევ გინდა მე გაღადაო? ბიჭო, მე და ილიას გქონდა არ მარიაჟობ. ხო, მართლა გეუბნები. მე და ილიას გქონდა მიმოწერა ჩვეულებრივი რა. სანამ ნუ გადავიდოდა ტოპებში და ასე შემდეგ, გამოწერილი ვყავარ, სამი ქართველი ყავს გამოწერილი, Instagram-ს გადაჭიაბოცეთ, მაგრამ მიაბარდა ეგ ამბავი, კი? ჩემზეც მიწერი. დერო ნახოს. აი უყურე, ხო, ესე კონტაქტი ქონდა ხოლმე. თავის და სუპირულად რო ჩამოვიდა რა, უკვე რომ გააფორმეს და კარგად რომ მიდიოდა კარიერა, მითხრა რომ აუცილებლად მოვალო, პროსტა დროის ამბავი ხო ხდები, მანდ მენეჯმენტიო დაგეგმილი ყველაფერიო და შენ ნომერი გადაცემული, მოკლედ რაღაც. და მე უკვე აბსოლუტურად მესმის რა, როდესაც ეგეთ წარმატებას აღწევ, შენ Instagram-ის მართვა შენ ალბათ ვაფშე აღარ გაღიებლებს რა, არის გუნდი, ვინც მართავს ამ Instagram-ს. მაგ აი რავი, ერთი 300 მესიჯი ჯერ მილოცვის მიწერი რაღაცა ხდები რომ უბრალოდ მზად ვარ ჩავიდე, მე თქვა პლანეტის რომელიც წერტილსაც დაადებს, იქ ჩავფრინდები, იქ ჩავწერთ რაღაც და ბიჭო გამოწერილი ვყავარ, წარმოიდგინე და მესიჯები რომ ვინც გახსნილი არ არის იმის მერე, ანუ აღარ გაუხსნია. ხო, ეხლა ამბავი იქნება მაგის ინბოქსში წარმოიდგინე. აი, ხო, მაგით იმაში, რომანას შეუთვალე დოლიძეს, რომ მეთქი ეხოცები, რომან უთხვეცდებიო, სვეტში ვეცდები. მაგრამ ნუ მესმის, როდესაც შენ Instagram-ი არც გაბარია და ყოველი მისი წამი ისეთი მენეჯმენტით არის, რომ ხო, ილია ჩემთვისაც ეგეთი საოცნებო სტუმარია. ილია, ლევან საგინაშვილს დავე კონტაქტე ამდენიმე დღის წინ და ახალი წლის მერე ეხა ისე რთული დღეებიაო და ძალიან მინდა ვისაც ეხა ვაპირებ. ლევანამ ყავდა, ხო? ყავდა ლევანი, კი. გიადვალი. ავიგე რომ ჩამოსულია და ველოდები რაღაც პასუხებს. ხო, აი არ ვიცი ესეთი რა, კიდე ნონა გაფრინდაშვილიც და კაი ლისტია რა დაგიმალო. მე უარზე სია ვინც გამიშვა უარზე. ისთანაც მინდოდა იდეაში ძალიან აიგრე იდეინათ რომ ძალიან გინდა რა. სიტყვაზე ძალიან მინდოდა ბატონ ჟანრისთან, მაგრამ კიდევ ერთხელ არც დავკონტაქტები ვარ, არც ვიცი შეიძლება კი ეთქვა, მაგრამ რატომღაც ის მაქვს რომ სულ მაგას ვიძახე, ასაკშია ადამიანი და არ მინდა შევაწუხო. აი გულწრფელად ეგ პონტი მაქვს რა. მეორე ეგეთი ადამიანი იყო იასონ ბადრიძე, რომელიც თქვენ ყავდათ. და ნუ მაგკაცის ფანი ვარ ჩვეულებრივი რა და ძალიან მინდოდა მოწვევა დავეკონტაქტე ბლაბაძე მომცა მე მგონი ნომერი ვისაუბრე ტელეფონით 1:15 წუთი ბევრი კომპლიმენტები და ასე შემდეგ მაგრამ მიზეზი იყო მე ვერ გავითვალისწინე ასაკი რატომღაც თქვენთან რახოძეც იყო მეგონა რომ ისევ მხოძე არ ღმერთმა დიდხანს ჯამრთელად ამყოფოს პასუხი იყო ეგეთი რომ მე ხა ფიზიკურად ვერ ვარ ისე მდგომარეობაში რომ კამერის წინ ვიждდეო და აბსოლუტურად მესმის მაგრამ ხო იცი ოცნებად რო დაგჭა რა რომ ძალიან საინტერესო კაცია. გლებთან ერთად ცხოვრობ. ბიჭო, როგორი წიგნია, პროსტა გადავირიე რა. ანუ, თა რო იცი რომ ტყუილი არ ვისაც არ გაქვთ წაკითხული ამბავი მგლისა და კაცისა, ერთ ამოსუნთქვაზე წასაკითხი წიგნია და თა რო ითვალისწინებ იმას რომ ერთი სიტყვა ტყუილი არ არის. ამ ადამიანს მართლა აქ ეს ყველაფერი გაკეთებული. აი ეგ არის ცხოვრება საინტერესო რა. იქიდან ვის მოიყვანდი გარდაცვლილი ძველი ქართველებიდან. ქართველებიდან გარდაცვლილი, აუ გამზადე ორდღიანი პოდკასტი, აუ აი და ნებისმიერ სფეროში ალბათ. ნუ სახიობი ჯერ მეტად ამდენი იქნება. ხო, აი სახიობების თემა არ ვიცი რა, ძალიან ბევრი, ყველა დიდს კახი ბაბუსთან, სიტყვაზე გივი ბაბუსთან, ნებისმიერთან დავждდებოდი, პროსტა გავჩუნდებოდი რა. ყოფილიყო უკვე რა მაგარი კი რამდენი ის დარჩებოდა მასალა ასეთი ადამიანების. აბა. სულყავს ადამიანები ნანახიან რაღაც ინტერვიუში, რაღაც ისეთ შებოჭილ ფორმატში. ხო, აუ როგორ ტეხნოს ბაზარი არა, რამდენი საინტერესო პოდკასტი მაგარი იქნება. ვახ, რამდენი საინტერესო რაღაცაა გამოგზავნილი. რაღაცეები. ვაფშე ხო იქი წახვე რამაზი და უიმე. ხო, სამწუხაროდ ეს ფორმა არ არსებობდა. იდეალური ფორმა მგონი სიტყვაზე ინტელექტუალური ანდერძის დასატოვებლად რა. ხო, აი რამდენიც გინდა. ბევრი ანუ გარდაცვლილებს შევარდნაძე. აუ რამდენიც გინდა კიდე ერთხელ გეუბნები ნებისმიერი ეგეთი დიდი ადამიანი სიამოვნები ჩავატარე. და მაგარი იქნებოდა რომ არსებობდეს მაგათთან ჩაწერილი პოდკასტები რა საათობით. ხო, მაგას გეუბნები, მგონია რომ ყველაზე საინტერესო ფორმაა
ინტელექტუალური ანდერძის, რაც თაობებს დარჩება. ამაზე, ანუ ვერც ერთი ინტერვიუ ვერ იზავს მაგას, ვერც ერთი მონოლოგი ვერ იზავს მაგას, ვერც ერთი ფილმი ვერ იზავს, ვერაფერი ვერ იზავს, ისე რასაც სიტყვაზე შეძლებდა პოდკასტის. რამდენიმე ეპიზოდი თუ იქნებოდა, ხო, წარმოიდგინე რა. საშვილიშვილო საქმე კეთდებოდა. კი. არა უშვებს. ეხლა ვისაც ჩვენ წერთ, დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი წლების მერე ესეთივე აქტუალური იქნება, აი სამწუხარო თუ ობიექტური მიზეზების გამო, იმიტომ რომ ვიღაცები ცოცხლები აღარ ვიქნებით, ამიტომაც აწლეულების მერე დარჩება საინტერესო საუბრები. კაი, რო გახვიდე საზღვრებს იქით. ჯოროგანი. შიში არ გაქხოლ, მე რო გაკაჩავ არ გაკაჩავ. მე მაგარი კომპლექსიანი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით როცა მყავს ხოლმე მე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, აი მაგრად ვემზადები ხოლმე რა. მანდ კაკრას არ, მანდ როგორ ის მაგცი ლოგიკა, რომ არ მომეთხოვება. ხო. ანუ მე ასე რა ქვია, არ მომეთხოვება, ჰუმანიტარი. არ იცი და რა მოხდა რო არ იცი, ხო? ხო, ანუ აი სიტყვაზე კვანტური ფიზიკა არ ვიცი და მაგრამ აი საკმარისია, მყავდა საოცარი ბიჭი თედორ ეხვიაშვილი მხატვარი, უნიჭიერესი. ჩემი ასაკი შეიძლება უმცროსიც არის. ეგრე იდიოტად არ მიგრძნია თავი არასოდეს. ანუ და მაგ დროს რატო იცი, ერთი სფერო ხელოვნების წარმომადგენლები ვართ რა ის თავის მიმართულებაში, მე ჩემი მიმართულებაში და რო ვიჯექი, აბსოლუტურად ვიგრძენი რაოდენ დეგენერატი ვიყავი. ანუ ის თემებიც კი რომელიც მე ვალდებულება გამაჩნია, მინიმუმ მორალური რომ კარგად ვიცოდე, მივხვდი რომ იმდენად სხვა სიღრმეებში ფლობდა, იმდენად სხვა სიღრმეებში იქეკებოდა, რომ ჯერ ერთი დიდი სიამოვნება იყო ეს პოდკასტი ჩემთვის შემეცნებით ასპექტში და ზოგადად ძალიან საინტერესო და კარგი ბიჭი არის. მაგრამ აი ეგეთი კომპლექსი მაქვს ეგეთ ტიპებთან, რომ ვიღაცეებთან აი დათო ტურაშვილი სიტყვაზე ძალიან მევასება, ანუ აი ძალიან მევასება, მაგრამ რატომაც ვატორმუზე ფარც გავსულ ხაზზე. აპრიორ ციგნებს ვერ გავექცევი. კი, ჭოლასთან მინდა ძალიან, მაგრამ ჭოლასთან არ მეშინია. ხო, მე რატო იცი, თეატრი არ ვიცი ესე კარგად. მე კოდი მაგაი. ხო და სულ რაღაცას იტყვის ან თეატრიდან მოიტანს რეფერენს ან პიესიდან რაღაცა და იქნებოდა ვერ გავხსნა ხო და. მაგრამ ნუ დღესაც დავთანხმდე სიამოვნებით. ვწდია. ჭოლასთან რაც გავსულ ვარ კონტაქტზე. ეგ კაი აზრია ძალიან. დოისთან მქონდა საბედნიერო დოისთან იყო, ხო? აი ეგ მაქვს, აი დათო ტურაშვილთან მაგალითად გონია რომ იდიოტი ვიქ. იმის კი არა რომ გამოვჩდები იდიოტი ვიღაცის თვალში, ეგ ფაქტორი ვაფშე მახატე არა. მე ვერ შევძლებ იმდენად საინტერესოდ გავატარებინო მას დრო. ხო. და ეგ მგრუზავს მე. რაზე ვკი რა უნდა ვკითხო? ჩემი 7 წიგნი ნახევარი და ტიპს დღეში აქვს 7 წიგნი ნახევარი თუ რაღაცა რა. სიტყვაზე არიან ეგეთი ტიპები, მაგრამ აი გლობალზე ეგ ფაქტორი ბიძია ჯო რა თქვი. აქეთ მოახერხებენ, თვითონ მოახერხებენ ჩვენთან ლაპარაკს, უფრო ანუ რაღაც საინტერესოა გითხრან, მიხვდება რომ არ გვაქვს საკითხული და რაღაცა ისე გვეტყვის რომ ისე გვეტყვის რომ გავიგოთ. ეგრე მე მაგიტო არიან საინტერესო ხო, ეგ ორი აზრი არა. მე რა მაქვს ხოლმე, იცი, დერსკი ფრაზები მაქვს მოფიქრებული, როგორ გამოძვრე ისე რომ თლა დეგენერატი არ გამოჩნდა და იუმორში რო ატარებ, ხო იცი, რომ ეგ ფრაზა ესე ამცდა ვიძახი და მგონია რომ ვიმე რა ორიგინალურად თქვი და რასასაცილოდ თქვი ვითომ მაპატიეს. მაგრამ არა მონტაჟებ? არა. რასაც წერე ეგრევე. ну რაღაცა როგორი ტექნიკური ამბავიც ეხა ხო ну რა ხარვეზებს არ გულისხმობ ანუ ხო ანუ ძირთად სუიდება ბიჭები იშვიათად არიან ხოლმე ეხლა უბრალოდ პროსტა მოვიდნენ ჯიგრები ესწრებიან ძირთად მარტო ვარ და კამერებს აი იმ ორ კამერას უნდა გადატვირთვა რა 30 წუთზე აი ეს ადგომა არ მინდა ხოლმე და სიტყვაზე 2 წუთიანი ის არის რა შენ ჩეხავ დიდად ხანდახან რა მოკეთ რას აი როგორ რაღაცებს იცი რომ თქვათ თუ რაღაცა მითხრა და მე ჩავეკითხე ის რომ ვერ გავიგე, მაგრამ მე მაყურებლის თვალით რო უყურებ გასაგები იყო და ჩემი კითხვა ეგ ზედმეტი იყო რა. რაღაცა ეგეთი შეიძლება ამოვაგდო რა, რომ სმენი და დინამიურ სასმენი იყოს რა. უშუალოდ ზიხარ შენ ამონტაჟე? ხო მე. ერთ ბეცქვეშა ვარ ლაბავ მე და შენ. ხო. მაგრამ არა რთული სამონტაჟო პოდკასტის სპეციფიკა ის. რთული არ არის ხო, მაგრამ აი ხანდახან არის რომ 2 საათიან ჩანაწერი შეიძლება 5 საათი მოუნდე და რატო ხდება ესე ვერ გავიგე, მაგრამ უსმენ მიყვები რაღაცა მოჭრა. ხო, ან ვერ გადაახტები ვერაფერს რა. მაგ პონჩი სამონტაჟოდ ეგაა სირთულე რომ დრომი. იმაშვები ტაიმკოდებს უწერ აღწერაში რომ აი კიდე ნაკადი ამ თემაზე რა. შენ ეგ ჯიგარი ხარ? ჯიგარი ვარ, ისე მე მჭირდება რა. ჩემ ზეხმარება. როგორ აკეთებ მასწავლე ეგ ტაიმკოდები? პროსტა აღწერაში უნდა დავწერო სიტყვაზე რიცხვები და всё. 0.2 და შესავალი რამე დაარქვი და მე YouTube-ი ხვდება რომ ეს ტაიმკოდია. YouTube მაგას ხვდება? ხო. არაფერი ფუნქციაში. არა, პროსტა აღწერაში დაიწყო და ტექსტი აკრიფე და იგივე. მაპატიეთ ხალხო. მე მეგონა რომ ფუნქციაში უნდა შევიდე, ყველა ტაიმკოდი იქ რაღაცა უნდა ჩავამონტაჟო. ეგრე მარტივია. არა და დაწერო თქვა რაღაც 0.5 წუთიდან და 30 წამიდან არის ეს თემა.
და შემდეგი ხაზი და ესე შეავსებ და უკვე თვითონ ხვდება რომ ტაიმკოდები არის და იმაზე დასვავს. მაპატიეთ, მართლა არ ვიცოდი ეგრე თუ იყო. ჩეპტერებს გააკეთებს. იცი რა. ხოდა ეგ საჭირო მსმენელისთვის რა, რომ მეც მიყვარს რაღაც პოდკასტს ვჭავდა და ეგენი რო არის. ხო. შეხედავ რა შეიძლება ის არ გაინტერესებს, გადაახტები იმას მოგусვენ, რაღაც ნაწილებს მოგусვენ. მაშინ ორი სირთულე კითხვა. ეხა უყურე. თემას ხო გააჩინა, ანუ ეს ხო წიგნის თავები არ არის რა. ჩვენ ხო შეიძლება მოუბრუნდეთ. პოსტფაქტუმ რაღაც. აი მან როგორ უნდა ჩაწერო ეგ? აი ხო საუბრობთ ვიღაცაზე, მე რაღაცაზე. რა, ანუ გაიმეორებ, რომ აქ თქო 10-დან 15-მდე ეს თემა არის, მე სხვა თემა, მე ისევ დავაწერო ის თემა არის, რა გაგძელებან რაღაც. ხო, ანუ რა გიწევს რაღაცების დარქმევა და მაგაზეც ფიქრი, რომ ხა მონაკვეთს რა დავარქვა. ხო, კავრჩი კიდე 1.5 საათია, ცალკე საფიქრალი რა. ის არ გაქვს, რომ უფ ბოლომდე უყურეთ. რატო გინდათ კუსოკების ნახვა? არა, პირიქით არ შეხედავე. მართლა? ხო, იმიტომ რომ აი რაღაცა 2 საათიანი ვიდეო როდევს მოკლედ არ მგონია რომ ეს უფრო კარგად დაინახავ რას უყურებ, როცა იცი თავები რა და მე თქვა თუ რაღაც მოსაწყენი გახდა გახსოვს რომ აი სადღაც მე ამაზე უნდა იყოს კიდე ლაპარაკი და შეიძლება გადაახდე. ხო, ლოგიკა არის მაგ ყველაფერში. რა კარგია აზრები. აი ციგნი რო აიღო და 200 გვერდი რო ესე იყოს აქვია აბზაცები მარტო თავები არ იყოს და რაღაც ხო ხდები ეს რაღაც თავებად დაყოფა და რაღაცა ხო ცოტა სწორი შედარება. ხო გაძლევს და რაღაცა მიხვდები რომ სხვა რაღაცაზე მიდის ლაპარაკი. აუ ბაზარია. ამიტომ სასმენად უკეთესი არის. შეიძლება საერთოდ არ გადაახდე, მაგრამ უბრალოდ რომ შეხედავ ტაიმკოდებს, თემები იცი და მე უსმენ. და ისე სადღაც ახლა იმ თემამდე მივა. ეხლა რას ფიქრობთ? გავრისკო და ვთქვა რომ ამ პოდკასტის კმევად იქნება თქო, არ დამეზარება მოვასწრებ ახალწლამდე მაგის გაკეთება. ახალი წლები მოდის თან. ახალიდან დაიწყე. კაი, აი ეს 2025-დან დაიწყე. ეს წელი მაპატიეთ. ეს წელი მაპატიეთ. შემდეგი წლიდან ძალიან სწორი ლოგიკა არის რა. და მარტო იმიტომ რომ ეგოისტოდ მეტი ნახვა კონდეს, იასნად, სწორია. ციკში რომ აი გარკვეულ. არა, მაყურებელსაც ახლა მეც, ანუ ჩემი გამოცდილება რო არის პოდკასტების სმენის, რომ ტაიმკოდები მიჩემია. მე არასოდეს არ ტაიმკოდზე არ გადავსულ ვარ. თუ თავსო ეს ეგ ბოლომდე უნდა უყურო რა. აი ეგ პონტი მაგ და ეთყობა ეგეთი მიდგომა მქონდა მე აქეთ ხრიდანაც რა. всё, კაი, პირდებით რომ გავაკეთებ მაგას. თან YouTube-ს ხო ეს თუ ისე ბაქრო რომ ანალიტიკსი გაჩვენებს რომ დაიწყეს მე ნელ-ნელა გადიან რა. მე 20 წუთზე უფრო ცოტა გიყურებს 25% და ესე და შეიძლება რაღაცა იყოს ბოლოში და აი გადახდეს მე და შე როგორ ფიქრობ, ყველა მაყურებელმა იცის რომ სიტყვაზე იდეალურ შემთხვევაში ტაიმკოდი უნდა არსებობდეს, პოდკასტი თუ ევასება? არა, მაგრამ ანუ როგორ მივახვედრო ხოლმე რომ ტაიმკოდები არ მივაწერო სადმე? ეგ არ ვიცი, მაგრამ ნუ თვითონ უნდა აქვს მაყურებელს უკვე YouTube-ის უნარჩვევები მოხმარების რა. უკვე მეერს ნელ-ნელა რა და მე არ ვიცოდი კაი ხანია ტაიმკოდები რო არსებობდა. მოკლედ აწიკპირდებით რომ ქვემოთ იქნება ტაიმკოდები ხოლმე. ყოველ 15 წამში ტაიმკოდს ვერ გაგიკეთებთ, მაგრამ ნუ თავარ რაღაცა ჩეპტერებს გავაკეთებ. 60 წუთიანებიც თუ იქ. ანუ როცა თემა შეიძლება დიალოგში ის დაარქვი და ეგ არის. ნუ ჩემთან ძალიან ხშირად იცვლება ხოლმე ხანდახანში 200 თემა ხოლმე წამში. შენთან ხო უბრუნელი იქნება რა. არა, პირდებით რო ვიზამ. აუდიო პლატფორმებზე როგორ ხარ? Spotify. და მაგრამ ეგ ყოი მითი არ დაკავშირებული. სხვებზე არა? ანუ RSS-ზე არ გაგაკეთებული? ვერ გავიგე როგორ უნდა დავანებეთავ. ანუ ერთ RSS თუ RSS feed თუ რაღაცა არის, მაგრამ ვერ გავიგე ეგ როგორ უნდა ქნა და დამეზარა. მოგებოდა მე გავიგე, მე იმენა იდიოტი ვარ ეგეთ რაღაცებში, უმარტივესი. იქ ტვირთავ, მე აკონექტებ იმას რა ყველა პლატფორმას და ის ავტომატურად მე ყველაზე ტვირთავს. ხო, ხდები, ხო, ერთი წყარო აქვს, მაგრამ Spotify-ის გარდა მე არ გამიგია ვინმე რამე აუდიოს მოიხმარდეს. რავი, არის რამე კიდე? Google პოდკასტი იყო, ხოჩი. მე მგონი აღარ არის. ასე SoundCloud-ი ხო აღარ არის და აღარ არის. მართლა? კიდე ერთი 10 ცალი, Samsung პოდკასტი. კაჩე. Nokia პოდკასტი. Nokia პოდკასტი. ხო, არ ვიცი, არც მიცდია. გავაკეთე, მარტო Spotify გავაკეთო, პირდაპირ. აქ ისინი მოსმენები სხვაგან. შენ გონე ვიცი? ეხლა ვაფშე გაჭედილია. ანუ ბოლო 1-30 ეპიზოდი არ დამიდია, იმიტომ რომ ვეღარ შევდივარ. RSS-ზე ვერ შევდივარ, რაღაცა ჭირს, პირდებით რომ გამოვასწორებ, მაგრამ პირველი 120 ეპიზოდი დევს და ძალიან ბევრი ის მომდის ხოლმე notification-ები. Spotify-ზე twirtav რა. აუ, ვაფშე ეგრე ვისაუბრ რა. Spotify-ზე გვიან YouTube-ზე ვდები და მე იმიტომ რომ მაინც მონეტიზაცია იქნება რა. რაღაცა საქართველოში არა. ის არ მოგდის ხოლმე რაღაცა შეთავაზებები პოპკორნიდან, თუ ეგ RSS-ისა. აუდიო პლატფორმებზე შეთავაზებები რა, სპონსორების. არა. მაგრამ Spotify-ს აქვს, მაგრამ საქართველოში არ არის. იქ მიწერს ხოლმე რომ აი ესა რო იყოს, ეხლა ეს დაგეწერებოდა და ეს გახარბებს, ნერვებს გიშლის.
მაგას იმიტომ აკეთებ რომ მაყურებლის კომფორტი თუ პროსტო ყველა უნდა კონდეს პოდკასტ აუდიო ვერსია. კომფორტიც ხო რა, იმიტომ რომ თან ბევრი წერს ხოლმე რა, რომ რაღაცა ტრანსპორტში უსმენ ან რაღაც ისიც რა ქვია, მობაილ დატაც აქვს ისე აქ რა, შეზღუდულად და ხა YouTube-ი ბევრს გიწერს ავტობუსში YouTube-ს უყურო, ვიდრე Spotify ჩართო რა და მაგ-პონჩიც აქ გამზოგილად ინტერნეტიდან ახლა მაგას ხო ძირითადად ტრანსპორტში გისმენ ან მანქანაში ან ავტობუსში. მე მქონდა ეს იდეა დეველოპერს ველაპარაკებოდი რომ API გაეკეთებინა ჩემი პოდკასტის რა აუდიო ვერსიის, მაგრამ მე ვფიქრე რამდენი ანუ არსებობს უკვე Spotify და რაღაცები ანუ ტიპმა ჯერ უნდა გადმოწეროს ჩემი API. ანუ იგივე რომ შენ YouTube-ი გააკეთებდა. რატო როცა იქ არის მაყურებელი და მაგრამ დადე. ხო რა. და კიდე მითხარ რაღაცები ეგეთი პოდკასტის რაც სიტყვაზე შეგიმჩნევია რომ ჩემთან გამოსასწორებელია. მე ესე ვშვები რა, სათაურში გამომაგ ხოლმე კიდე თემები. ეგ დავიწყე მეც უკვე. ნუ მეტნაკლებად რა, ეს სიტყვაზე რაღაცა თავარი რაზეც ვსაუბრობდით. თავიდან მეც ესე მქონდა ჯაფარას პოდკასტი ერქვა მე ისე. სათაურს რას გულისხმობ? thumbnails თუ არა, იმ ვიდეოს სათაურს, thumbnails არა. და შენიც ახლა უკვე ისეთი ცნობადი არის, იმდენი გამოწერ იყოს, რომ აღარ არის საჭირო რომ ეს არასერიოზული პოდკასტია და ეს ანუ გავიგეთ, ანუ თავიდან რაც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის გამოიტანე სათაურში რა, რაზეც ილაპარაკე. მეხდი რომ ეგ კიდე ყურადღებას მიიქცევს რა. ანუ მე მაქვს ესე არასერიოზული პოდკასტი, მე ნუმერაცია, მე სახელი და მე თემა დაახლოებით. და რამხელა რაღაცა 4 წიგნია, ხო? თავარ ფანჯარაში რა მოხდება? არასერიოზული პოდკასტი ნომერი და სტუმარი ან ჩანს ან არა. მე ის უკვე აღარ ჩანს, სანამ არ გახსნის მომხმარებელი შენ ვიდეოს. გაიგე და არასერიოზული პოდკასტი რო არ უკვე thumbnails-ზე ხედავენ მაგას და სტუმარი ვინც არის მაგასაც ხედავენ. ანუ მაგის დაწერა აღარ არის საუცილებელი. პირდაპირ თემებით დაიწყე, რომ ის თემა კიდე ერთი მიზეზი იყოს, რატომაც დააჭერს. ბაზარი არა. სწორია. ხო იციან რა, ეს უყურებენ ბაზარი არა. იმიტომ რომ და მე ჩავთვალე რომ ჯაფრას პოდკასტიდან რა დიდად წერია და მე აღარ ჩანს და თავარია რაზე ილაპარაკეს და არა რომ მე ვარ იქ და სტუმარი რო არის და თემა ბაზარი არა. ჯობია ეგ ჩანდეს თავიდან, ანუ ანალიტიკს ასუყურებ, იცი რომ შენ ვიდეო საიდან გადმოვიდნენ საყურებლად. ხო არის რომ ერთი რაღაც Facebook-ზე იყო გაზიარებული და იმას დააჭირეს. შემდეგი რო არის ესეთი up next აქედან ამოუხდა და ძირითადი არის რომ პირველი გვერდი რო გაახსნეს და ინახეს შემოვიდა. იქიდან შემოვიდნენ, ხო? ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ თვალს რომ მოავლებს ვიდეოზე და შენ პოდკასტ დაინახოს, მაქსიმალურად ინფორმაცია მიიღოს რა სურვილი ვიდეო, ხო? ოკეი. ბაზარი არა. სათაური და ჩეპტერები და thumbnails-იც ახლა გასაგებია. შენ დამატებით პლატფორმებს იყენებ ამის დასაბუსტად? არაფერს ვაფშე. ანუ Facebook გვერდი აქვს ჯაფარას პოდკასტს? კი, მაგრამ 1000-მდე ფოლოვერი ყავს მარტო რა. მაგრამ იდება სისტემატურად? იდება ხოლმე იქაც, მაგრამ ნუ უფრო არის რომ დავდებ subscriber-ები ვინც არის და notification-ისაც აქვს ჩართული, იმას რომ მოუხდება, ან თავარ გვერდზე დაინახოს. ეგ არის ძირითადი წყარო, საიდან TikTok-ი რაღაცა ეგეთ თემები? TikTok-იც მაქვს, გейმდებ ხოლმე, Reels-ებს ვდებ, ნუ ხა Instagram-ზეც. TikTok-ზე რამდენიმე გავარდა რა, ეს 100,000 ვაც და ნახვა. მაგრამ ნუ ცდილობ ხოლმე დავდო რა. ხო, იქ აქვს ნახვები TikTok-ზე, მაგრამ გონია რომ თლაც სიტყვაზე დიდად არ მოქმედებს რა. ანუ ამის დასაბუსტად. ხო. მაგრამ არსებობს ასწორებს ის სიტყვაზე ზრდის რა. სნობადობას ზრდის და სარეკლამო პონჩიც ვიღაცა სპონსორებისთვის ეგეც მნიშვნელოვანია რა. სიტყვაზე რომ TikTok-იც არსებობდეს და მაგიტო დავამატე. Instagram-ის საერთოდ არა. ვაკეთებ რა, სნობადობა იყოს რა, რომ თვალისთვის მინიმუმ, ხო, ეგ პუნქტია რა. ეგ ძალიან კაი რაღაც მითხარი ხა სათაურზე ბაზარი არა. აღარ არის საჭირო ამ ხელა რაღაცის დაწერა რა. ხო, შენ რო დაგინახავ უკვე იციან რაც არის. და thumbnails-ზე დააწერე არასერიოზული პოდკასტი და სტილისტურად მაინც პოდკასტის thumbnail-ები სტილისტურად ასე თუ ისე გავს ერთმანეთს, vlog-ის არის ხოლმე განსხვავებული, ამიტომაც უკვე ხვდებიან რა დაიდოს. სწორი ხარ ბაზარი არა. კიდე thumbnails-ზეც ვცდილობ ხოლმე განსხვავებული იყოს რა, ანუ მე რასაც შევხედე, ეხა მე როგორიც მაქვს, ანუ ეხა ვიღებ, ადრე მქონდა ესეთი შუაზე გაყოფილი მე და მეც ეგრე. მე ჩემ channel-ზე შევედი, ჩემი თავი ძალიან ბევრჯერ იყო რა და მივხვდი რომ ზედმეტი იყო. და მე ხა მე საერთოდ აღარა ვარ და სტუმარია სახელი და გვარი და მორჩა მეტი არაფერი და ქვევი თემები უკვე სათაურში. thumbnail-ზე მარტო სტუმარი და სახელი და გვარი. ეგრე? მე მქონდა ძალიან მშრალად თავიდან, იმინა ესე გაყოფილი, ეხლა ნუ გრაფიკოსი აწყობს საკაითოდ. ხო და მე აქცენტი გადავიტანე სტუმარზე რა, რომ მნიშვნელოვანია ვინ იყო სტუმარი, იმიტომ რომ კაი მაყურებელია რომ მე ვარ წამყვანი და დააჭერენ იცი რომ მე აღარ არის ეგ ინფორმაცია საჭირო. თავარია და სტუმარი თან წარმოიდგინე ანალიტიკს ხო გიჩვენებს კიდე რა ჩენელებს უყურებენ. იმათ როგორი thumbnail-ები აქვთ
და ჩათვალე რომ შენი მაყურებელია შედის ის ჩენელებიც ამოუხდა იმადგან განსხვავებული რო იყოს რა თუ ყველას აქვს ძალიან ჭრელი და ძალიან დაედიტებული შენი იყოს ჯობია მინიმალისტური იყოს თუ ყველას მინიმალისტური აქვს შენი ჭრელი იყოს ყურადღება მიიქციოს ხო ამ იმ საერთო სურათიდან იყოს ყურადღება მისაქცევი რა არ ყველა ჩენელისთვის იგი სხვადასხვანაირია რა გაჩნია თემატიკაში და თან აღარ ვიდარდებ იმ დღეს როგორ გამოვიყურებოდი იმიტომ რომ ხანდახან ისეთი უშნო ვარ ხოლმე რომ ჩემი და პოსტერზე ხო გული მისკდება ვა ციგარი ხა ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი ხმა კუთხი და ვაფშე არ შემიხედავს კიდე რა გაქვს კიდე მითხარი დავაი და გამოვიყიდე მაგრამ იმებს ხა აღარ გეცხი ხრიკები მითხარი ტექნიკური რაც არ ვიცი შენ აშკარად YouTube-ის თემებს უფრო უზიხარ ალგორითმებს ამოწმებ ეგრე ძალიან რაღაცებს არ უღმავდები რა ცოტა ბედის ანაბარა ვარ აი ეგ თამბნეილების დაკვირვება ჩემთვის იყო აი ერთი წელი ოთახში მარტო რომ დაგეტოვებინე მაგ ლოგიკამდე ვერ მივიდოდი რომ სხვებს თუ აქვთ რა ჭრელი მე უნდა მქონდეს კლასიკური თუ რაღაც ეგრე არ შემიხედავს რა იმიტომ რომ კიდე ისა YouTube creators ქვია channels არ მოხსა ქვია ანალიტიკში შედიხარ ხოლმე YouTube-ის ანალიტიკაში შედიხარ მარჯვნივ რაღაც ვიდეოებს რა YouTube creators ქვია მე YouTube-ის არხი არის თვითონ თავისი შექმნილი და კრეატორებს რო ასიახლებს აცნობენ მაგას უსმინე ხოლმე აი 3 წუთიან 5 წუთიან ვიდეოები არის ხოლმე ალგორითმებს და რაღაცები არის ალგორითმები არა მაგალითად ეხლა ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ის ვიდეოები წამოვწიოთ წინ რომელსაც აქვს მინიმალისტური thumbnail-ი შეიძლება გითხრან და მიხვდე რომ ეგ ტენდენცია ჯობია მაგით წახვიდე ანუ YouTube-საც უნდა აუწყო ფეხი რა და რაღაცებს იქაც გასწავლიან ესეთ პატარ-პატარა რაღაცებს და ნუ კიდევ ვცდილობ რომ აუდიო იყოს მაქსიმალურად სუფთა აი რაღაც ხარვეზებისგან გავწმინდა წმინდა იმაზე ცალკე კი არ წმინდა ანუ აი თქვა რაღაც ხელი მოუხდა მიკროფონზე ან დავაბრახუნე ხელი რაღაც აი რომ მოსმენის დროს არ იყოს რაღაც უხეში ხმა შემაწუხებელი რა სეტი რა გაქვს შურები გაქვს და არ ვარ ორა კაი მიკროფონია ეგ ბიჭო მაგრამ ეს შტატები მაქვს საშინელი და აი ეს ხელი რო შეახო ეს სანზარი ხომ შტატივი ფასის პონჩი უფრო მარტივი გამოსაცვლელია ვიდრე მიკროფონი რა ეხა შეიძლება მიკროფონიც გაქვს ეგ არის დაწყების დღიდან რაც იყო რაღაც 125 ლარიანი მიკროფონი კიდე რო ვაფშე ცოცხალია მაგრად მიგვირს ანუ აი სვეჩი მიგვირს რა ჯანდაბა რა ბრენდია რა უნდა ვერ გამიგია ხანდახან ისეთი შუმი შემოდის ხოლმე რომ აი რა გარეთ რო ფსავს გზის იქით ვიღაცა ეგეთი ხმად შემოსვლია ეს კიდე ნორმალურია ხა მინდა გამოვცვალო ესენიც მარტივი იმას რა შეწერ ტექნიკური მხარე ჩვენ კაცების რეჟისორი ვინც არის ვახო იმან დამილაგა რა მაშინ კარგად ვერ ვერკვევი და ნუ ის არის ასეთი სტანდარტული პულტი რაც არის ხოლმე რა რაც ახლა ანუ ერთ იგივე რესურსი გაქვთ ტექნიკური როგორც მივხვდი ხო იმას იყენებს ვახო მელოთ ვახოზეა ნუ ქროს კაცი მოკითხვა ვახო ეს და იმან ამიწყო გამართა და ჩვენ ინუცა მეხმარება ხოლმე ჩვენი ჩაწერებს. და შეიძლება საზუნავი არა გაქვს, ხო? შედი გადაიღეთებია რა მაგარია. მე იმენა დავაკვდი ამ რაღაცებს და მაინც ვერ მივიღე ეს. ხო, ეს კარგად ვერ ვერკვევი ხა კამერებში და მიკროფონებში რომ ჩემით გავმართა. მე მინიმალურად გავერკვი რომ ფული არავისთვის არ გამეყო ეგეთი ღორივა არ მაგის და თავიდან მინიმალურად წავებ აი რაც მჭირდება რომ აი იმის რაღაცა მონტაჟიც პრემიერიც მაგით ვისწავლე. მე ვეგასი რომ მე თვითონ ვეგასი დაგეთებ მართლა? კი, თელეფონი არ დაციროთ ეხაჭე. სუდამცინია მაგას ვეგასი 4-დან 0 რო გამოვიდა, ეს იყო 2001 თუ 2 წელი, მაშინ რო დავამუღამე, იმის მერე ვეგასებთან ერთად ვიზრდებოდ პრემიერი ვერ იმას ვქენი რა. ნერვი არ მაქვს პროსტა. მეც თავიდან მე დაჟე სწავლობდი ჟურნალისტიკას და ვეგასი გვასწავლეს სამონტაჟოდ. თავიდან ვეგასს ხმარობდი, მაგრამ რა სხვაობა იდეაში ან თუ იცი ერთის მართლა და მე ვარ ეს რას კარგავ ეხა მაგას არ ვიცი ვეგასი თუ კიდე ესეთი აქტიური მაშინ იგივე იქნება. ნუ რავი გამოგდის ფაქტი ახლა გამონტაჟებდე. ხო ანუ რავი და ამორენდერება იქაც შეგიძლია ნებისმიერი ფორმატის რაც გინდა როგორც გინდა თითქმის ალბათ ახლა პრემიერს მეტი ექნება Adobe-ს ბაზა აქვს, მაგრამ აქაც ჯერჯერობით მე რა გჭირდება ყველაფერი არის თუ ეს მე გავჭირდა Samsung-ი და Xiaomi ეგეთი პონტი ის იმაზე ხარ მიჩვეული ხო რაზეც ხარ მიჩვეული ეგ თემა არის რა Photoshop-იც მაგითო ვისწავლე thumbnail-ი მეკეთებინა და მე ვისწავლე მაგრამ მივხვდი რომ აზრ არ გამომივიდა სწავლა და ამიტომ ოქრო ბავშვი ვხვდი ხოლმე არა ჩემ აიცი რა თუ დასკროლებ მიხვდები 20 thumbnail-ს ნახავ რომ იმინა ჩემი გაკეთებული აი გულის ამრევის საშინელება ვიღაც ჯიგრები აი დღესაც ვიღაცა ოქრო კაცმა მაჩუკა 4 thumbnail-ი პროსტა ჩამიგდო გაკეთებული ტყვა გრაფიკოსია რომ საჩუქრათო ჩემგან საახალწლოსო იმიტომ რომ ეს გული გაუსკდა რასაც უყურებდი ძველი ვიდეოების და შეგაიხარე მე ვთხარი გავაკეთე არა ვერ ვისწავლე Photoshop-ში შანსი არა მაგდენის სკილები არა მაქვს რა ეხლა შე რო თქვი ფაქტორი რამდენი პოდკასტის ლაპარაკობდი გაგრას მაგაზე რომ როდესაც ხვდები რომ რაღაც ახალი სკილი გაქვს შესასწავლი შენ შემთხვევაში როგორ ანუ მე როგორ მაქვს იცი რომ რაღაცას იქამდე ვსწავლობ
სადამდეც მჭირდება. ამიტომ ყველაფერზე მაქვს ზედაპირული ცოდნა, თითქმის რა, ალბათ გარდა პროფესიის, ყველაფერზე მაქვს რაღაცა ზედაპირული ცოდნა, იქამდე სადამდე მჭირდება. შენც ეგ პონტი გაქვს თუ უღრმავდები ხოლმე? არა, მეც ეგრე. ნებისმიერ მიმართულებაში? ეხავს. ეგ რაღაცები არის ნასწავლი მაქვს, აი შენით რო ისწავლი როგორ უნდა გააკეთო. და ვიცი რომ ის უფრო მარტივი გზა არსებობს. ხო. რაც სპეციალური კნოპკა არის შეიძლება პრემიერში მაგის გასაკეთებელი, მაგრამ აი ეგეც მეზარება ხომ რომ ამიტომ რომ ასე ხო გამომდის ესე რაღაცნაირად ხო, ბიჭო, მეც აი ტრაკიდან რო აკეთებ და ამ დროს არსებობს თუმცა მაგის ეფექტი არსებობს და აჭერი და გააკეთებ. ხო, ეგ თვისება ვერაფრით ვერ იმასქენი, ვერ გადავაგდე რა. ეგ როგორ ფიქრობ ჩვენ ცვეთადობაზე ამ კონტექსტში, როგორც პოდკასტერების და წამყვანების და ჰოსტის პონჩი დამღუპელი ხო არ არის პერსპექტივაში რომ სიტყვაზე ამ მიდგომასაც კი რასაც წამყვანობა ქვია ზედაპირულად ხო არ უდგებით რა თქმა უნდა ჯობია უფრო სიღრმისეულად მიუდგე ყველაფერს რა სიზარმაცეზე არის რა მეც ზარმაცი ვარ და პოდკასტი დაწყებას მეზარებოდა სანამ ძალიან ბევრჯერ არ მეცხრეს და დაიწყებოდა რა ძმა ბაზარი არა როგორ შეიძლება რომ ძალიან ბევრჯერ რომ დაიწყე პოდკასტი კაკაბა სწორი კაცი არის კაი რაღაცების იძახის ხოლმე როგორ არ დავჟანგდეთ ახლა მაგას ვფიქრობ რა მე ერთადერთი ის მაქვს ხოლმე რომ რადგან კონკრეტული ფორმა არ არსებობს როგორც ასეთი წაყვანი საბედნიერო ჩემ შემთხვევაში მე ფორმები მეზიზღება რა და ჩარჩოები ერთადერთი ალბათ იმისათვის რომ პრეზენტაბელური იყოს შეიძლება გენიალური და კარგი არ მაგრამ პრეზენტაბელური იყოს პროდუქტი არის ის რომ რაღაცა მაინც ახალი გავიგო ან ნახო სანამ აქ დავჯდები სალაპარაკო სიტყვაზე რამე რო იყოს არა ეგ კი როგორც წამყვანი მუშაობ ჩემთვაზე კი ეგ ეგეთი სხვა რა შეიძლება როგორც პოდკასტერს დაგვეხმაროს რა რომ არ დავჟანგდეთ ეგ მეტი ცოდნის მიღება და მეტი გამოცდილების მიღება რა ანუ უნდა იცხოვრა თუ გინდა რომ შენ აკეთო პოდკასტი რომელსაც საზოგადოება მოусმენს იმ საზოგადოების ნაწილი უნდა იყო რა იმ ცხოვრებით იცხოვრო და რაღაცები ნახო სიახლეები რა რაც ხდება შენ გარშემო შენ მაშინ ეს შენ გავითარებს როგორც წამყვანს გარდა იმისა რომ რაღაცა ძალიან წიგნი წაიკითხო ან რაღაცა და ნუ სხვა პოდკასტერების სმენა და დაკვირვება რა ხა ადრე ჯო როგანს რო უსმენდი გასართობად უსმენდი და დღეს ვჭავთ ხოლმე უფრო უსმენ როგორი შეკითხვა დაუსვა და ეხა როგორ გადაიყვანა და სხვა თვალით უყურებ რა და ქართულ პოდკასტერებსაც და შენც და შენ განაცდია მეც ეგ რა მაქვს ხოლმე ჩართული რაღაცას რო უსმენ უკვე თავისი ჩვება ტვინი მაგას რომ ვანახე როგორ რაღაცა გააკეთა და როგორ დაიწყო პოდკასტი და რაღაც ეგეთი რა და უყურო შენ კოლეგები რა შვებიან და როგორ აკეთებენ და შენს განვითარდე რა ალბათ ეგ სხვა ალბათ ხო სხვა დიდად გონია რომ არაფერი რა სხვა არ ვიცი ხა რაღაცა ისეთი ინტერვიუს სკილები არსებობდეს რომ ინტერვიუ მაინც გონია რომ რაღაცა ინტერვიუ კიდე სხვა თემა რადგან არის ნუ ესე მგონი იქ სხვანაირადაც შეგიძლია მოემზადო სიტყვაზე შენ თუ რისერჩი გააკეთო რა უკეთესად რომ დრო გაქვს სიღრმისეული შეკითხვა მოიფიქრო სიტყვაზე და მე ეს გასცე ვითომ იმ მომენტში დაბადებული ხვდები ხო მე ამიტომ ჩამოწერილი მაქვს ხოლმე რაღაც კითხვები რა იმიტომ რომ წინასწარ რომ მომყავს რაღაც უზი ვარ რაღაც შეიძლება იმის ინტერვიუდან ამონარიდი რაღაცა ესეთი მონახაზი მაქვს ხოლმე გაკეთებული რა ეგეთ რისერჩს აი დაახლოებით ეხა ვიღაცა რომ მომყავს თუ არ ვიცნობ მიხვდი ვაფშე არ ვიცი ან ვაფშე არ ვიცი რა რაღაცა ვნახე და იმის გამო მომყავს მინიმალურ რისერჩს მეც ვაკეთებ რომ რაღაცა 10 თვლის წერტილი მქონდეს საიდან უნდა ბიძგი მივცე საკუთარ თავს მაგრამ აი გოგიჩა მაგას მეუნებოდა რომ ძმობას გაფიცებო მართლა არ გაქო დაგეგმილიო მაშინ ფესწერო ან რომ მოდიხარო რომ სტუმარი რომ მოდისო პოდკასტი არასოდეს არ დაგეგმიო და არა თქო და არ გეშინიაო რომ ჩაგივარდებაო ძალიან ობიექტური კითხვა არის ბიჭო არ ვიცი რატო არ მეშინია რომ ჩამივარდები იმიტომ ალბათ შეიძლება არ ჩავარდნილა ან ჩავარდნას რას დავარქმევ ეგ არის მომზადებულ ვარ და მაინც ჩავარდნია აი რას აკეთებ ჩავარდნას არ გამოვიდა ესეც საინტერესო როგორც თუ ნახვების არ რაოდენობას არ იყო საინტერესო რა არა ნახვების გამო არა ეხა არის ჩემ არხზე ვიდეო რომელსაც მე ვთვლი რომ უფრო საინტერესო იყო და ბევრად ნაკლები ნახვა აქვს ხო ბაზარი არა კი ბატონო მაგ მხრივ არა უბრალოდ აი მე ვერ დაუსვი სწორი კითხვები ვერ ავიყოლია საუბარში რა და ისევ ჩემბრალია ეგ არა მაგრამ ეგეც როგორიც ხარ ისეთი გამოგდის ალბათ რა შენ რასაც ჩვევი მე ეს მე არ გამომივა აი როგორ შენ რო არ მომემზადო მე ესე დავჯდე დიდი შანსი რომ არ გამომივიდეს მე მგონია ხო აი ზუსტად ეგ არის ინდივიდუალური თემა ასე გამოგდის რა მე რო ეგრეთი ფორმით მივუდგე მგონია რომ ავტომატურად ხელოვნური გამიხდება ვიცი ჩემი მეტაფიზიკაში და ავტომატურად მგონია რომ გავხდები წამყვანი
და დაგეგმილს დაემსგავსება და მაგისგან დისტანცირება რადგან არის ზეამოცანა ვცდილობ რომ ეგ არ გავაკეთო თუმცა ბევრჯერ მინანია გეტყვი რომ ყოლია ტიპები ძალიან კარგი პოდკასტი ჩაგვიტარებია ძალიან ბევრ თემაზე გვისაუბრია და მე პოსტფაქტუმ კომენტარებით გამიგია რომ უცებ ისეთ ამაზე რატო არ კითხავ და ვფიქრობ რაზე და გუგლავ და ტიპს თურმე ეს კი კარგად იცის მაგრამ ამ ინდუსტრიაში ვაფშე დედას დედაში ანუ იმდენად მაგარი არის და ვახრო ფიქრობ ღმერთო ეს როგორ გავმაზე და მეორედ ეძახიან რაღაცა ეგ პუნქტი რა ხო ეგ ხო და მომზადები მაგაზეც არ არის იმიტომ რომ მეც აგერ მომზადები მაგრამ მეც გამიმაზია რაღაცები და ამიტომ როგორ იცხარ ისეთი არ უნდა ეცადო შეცვლას რა და სხვანაირი გამოგივა ხო ალბათ ეგ პუნქტი არის ეხლა მაგალითად შენ გამოგდის ძალიან კარგად შენ აუდიტორიასთან ურთიერთობა რასაც მეუყურებ რა უფრო შინაურული პოდკასტი გამოგდის და ნუ აუდიტორიაც მაგითო ყავს ესეთი ხარდამჭერები და რაღაცა ძალიან აქტიურები არიან და საყო შენ მაყურებასაც როის იგიჭერები ხარს რა ბაზარია რა ხო მაგრამ ეს გამოგდის შენ მე ხა ეს რო ვცადო შენარი პოდკასტი გაკეთე ვერ გავაკეთებ მე გამოგდის ესეთი რა როგორიც ვარ ცხოვრებაში ესე ველაპარაკები ადამიანებს როგორც იქ ველაპარაკები ნუ შეიძლება ცოტა უფრო აკადემიურად და ვითვალისწინებ რომ კამერა ჩართულია მაგრამ ნუ ვინც ხარ და რაც ხარ ის უნდა იყო რა კამერასთან და მე გამოგივა და ერთ-ერთი აი მუშაობა რაც თქვი საკუთარ თავზე საიდან დავიწყოთ შეკითხვა აღარ მახსოვს მაგრამ ეგ იყო რომ შენ თავზე იფიქრო რომ საინტერესო იყოს შენთვის და მე მაყურებელსაც საინტერესო იქნება რა აი ჯოროგანისგან ვისწავლე ეგა რომ ის ხსნი და რომ ჯოროგან ექსპერიენს ხო ქვია ის ჯიმი ჰენდრიქს ექსპერიენს გამოდაარქვა მაგრამ მიდღმაც ესეთი მაქვს რომ ჯერო ანუ მაყურებელიო ჩემთან ერთად მოგზაურობსო ანუ სტუმრის ტვინში ასე ვთქვათ რა იმისგან ცდილობს გაიგოს ახალი ინფორმაცია გამოიტანოს ახალი რაღაცები გაიგოს და შენი მაყურებელი ჩემთან ერთად მოგზაურობს ზუსტად ეგ ხო ალბათ მე ქვეცნობიერი ინსპირაციაც კი მაგდონეზე იყო რა იმდენად მევასებოდა პროსტა იმდენად მევასებოდა რომ ალბათ ეგ იყო ხო შეგრძნება მქონდა ეგ რომ ტიპი მოგზაურობდა ვიღაცის თავში და ალბათ ქვეცნობიერად მეც მინდა რომ ვიღაცა რიგითი მაყურებელი რომელიც ახლა ლინზის უკან იგულისხმება იგივე ექსპერიენსი მიიღოს ჩვენი საუბრით რა რომ რაღაცა შენ თავში ან ჩემ თავში იმოგზაურა და რაღაცა ახალი გაიგო ხო უნიკალური ფორმატია რა ძალიან დერსკი ფორმატია ძალიან და მგონია რომ ეს არ არის დროებითი რა ეს დარჩა და დარჩება ეს ფორმატი იმიტომ რომ ხო არის ხოლმე რაღაც მედია სივრცეში რაღაც შემოვარდება ფორმატი და რაღაც რეალიტი შოუები და მე რაღაცა და გავა და ეს არ ხო არ დაბერდება ეს ფორმატი იმიტომ რომ იმდენად მარტივი არსით თავი თითქოს ხო რაღაც მაგრამ იმდენად მარტივი არსია პროსტა ორი ადამიანი გასაგებია საუბარი არასოდეს არ გადავამოდიდან ხვდები და დაჟე ის პონტი რომ და მე და შენ ხვალაც რო შევიკრიბოთ ზეგაც რო მთელი წელი რომ მე და შენ ვიჯდეთ წესით და რიგით არც ერთი პოდკასტი თავარი პირობითობა არ იქნება ერთნაირი რაღაცეები შეიძლება თემა ერთნაირი იყოს მაგრამ მთელი მუღა მეგარო ყოველ დღე სხვადასხვანაირები ვარ სხვადასხვა განწყობა გარემო ბევრი რაღაცა ფაქტორი დილით იღვიძებს სხვანაირი რა ამიტომაც აი ეგ პონტი მგონია რომ მაგ პონტში რაც არ უნდა ასაკი მოგვემატოს დაუბერდეთ ფორმატები მოვიდნენ წავიდნენ უფრო საინტერესო ეგ ეს დარჩება ფორმატად რომელიც მარად იარსებებს იმიტომ რომ დიალოგის მოსმენა ორ ადამიანის შორის საინტერესო თუ ახომთლად უკეთესი არასოდეს არ მოკვდება რა დაჟე პოდკასტებშიც შემოვიდა ფორმატები სხვადასხვანაირი ფორმატის პოდკასტები შეიძლება მიმართულებას აი სპორტულსაც ეძახი თემას იღებ ან ხო სპორტული ან მარტო UFC-ზე ან კალათბურთზე ხო არის ვიწრო პროფილური კი ან მაგალითად რაღაცა ძალიან პირად თემებზე და მოყავთ და ძალიან პირად თემებზე ეკითხებიან მაინც ტოპებში არის ის პოდკასტები სადაც ეს თავისუფალი საუბარი მიდის რა რაღაც ეგეთები ცოტა წამოიწევა ხოლმე პოპულარული გახდება მე მინელდება ეგეთი პოდკასტები მაინც დღეს წამყვანი არის ჯოროგანი და ჯოროგანის ცოტა ხო არ გონია მე მაქვს ესეთი პონტი რომ მარტივი და იაფასიანი ხრიკია ყურადღების მოსაზიდად პირადულზე საუბარი რა ხო ყვითელი პრესა არის რა ხო ანუ გინდა არ გინდა რაც არ უნდა შეფუთო დერსკად გონია როგორც კი პირადულის გაშიშვლებას იწყებ ეს არის მარტივი ხრიკი იაფასიანი ცუდი გაგებით არ მინდა ვთქვა მარტივი რა ხრიკი რომ შენ ზედმეტი ყურადღება მოიზიდო ხო გააჩნია ისთვის აკეთებ მაგას და მე მიზანი მოტივი ჩანს ჯოროგანთან წყობი რაღაცა ვისაც ძალიან პირადული რაღაცა მოუყოლიათ მაგრამ მაგისთვის არ დაუძახია ჯოროგანს რომ ის მოეყო სხვა არის ერთია შეიძლება შენ რაღაცა სენსიტიურზე ხო მოიტანოს და ატირდე იტირო და დაიღვარო მაგრამ ეგ სხვა არის როცა მიზან მიმართულად ფორმატი გაქვს ეგეთი
ხო ის არის რა, ანუ რაღაცნაირი პონტი არის რა. ცდილობ რამე თემებს არ შეე, ხო? არა, თუ სტუმარს ვკითხავ ხოლმე, ან ჩაწერის მერე რამე ხო არ იყო ისეთი რაც არ გინდა. პირადულს ხო, აი პირადული ხო, მეც ეგ პონტი მაგრამ პირადული. დიდად არ მაინტერესებს და მაგითო რავი ახლა. აი რელიგია, პირადული და პოლიტიკა იყო ეს სამი რაღაცა. ხო, მაგაზეც მეუბნები ხომ წინასწარ რომ ამაზეც შეგეკითხები რა. ეგ სიტყვაზე გეგმაში მაქვს რომ სიტყვაზე რელიგიის რაღაც აი მამაო მინდა რამდენიმე მამაოზე ხო იქ ხა ავტომატურად რელიგიაზე მინდა ველაპარაკო რა მაგრამ რიგით სტუმარს ვეუბნები რომ ეს სამი რაღაც თემაა რომელიც არ მინდა რა ანუ არ მინდა კი არა ყველა სხვადასხვანაირად აღიქვავს ყველა სხვადასხვანაირად რეტრანსლირებს ამ ემოციებს და ჩემი ზეამოცანა ეგ არ არის რომ ეგავაშიშვლუან რაღაცაზე ვატკინوان და ვაფიქრوان მოკლედ მინდა სხვა გზით მივიდე ხო არის მეტი სენსიტიურობა აქვს და ამიტომაც არ მინდა ეგ მაგასაც ბუნებრივად გაითვალისწინებ და გამოგივა ეხლა რომ მოიყვანო სასულიერო პირი შენ ყავდა ხო? შენ უკვე კი და შენ უკვე გექნება შეგრძნება რომ ეს სენსიტიური თემაა და შესაბამისად წაიყვანეთ. ხო, მაგრამ როცა გამიზნულად აკეთებ ერთი რაღაც ერთეული შემთხვევა აუცილებლად მინდა რა სასულიერო პირი მოვიდეს და ყავს რამდენიმე თავში კანდიდატი კონტაქტზე ჯერ არ დამიგეგმე ალბათ ამ სეზონს გავწურავ და აი მე-6 სეზონი მინდა ცოტა ეგეთი პოდკასტი. ხო, რომ მოვიყვანე რამდენიმე იყო ადამიანი სასულიერო პირი ჰქონდა გონებაში გეტყვი მე მოგწევს არიან რა ჩაგიგდებ და რომელიც კარგი მოსასმენი არის რა. და ხო, ერთია რომ როგორ შეძლებს პახოვდო ამ კონტექსტში კომუნიკაციას. ეგ თემაც ძალიან რაღაც ტაბუირებული გახდა და დახურული და ლაპარაკი არ შეიძლება და რავი ხა ჩემ პოდკასტიც გამოხმაურება იყო ძალიან მაგარი რომ მაგრამ დავუსწორდათ რა რომ ადამიანური საუბარი რელიგიაზეც და არა მანდა მაინც აი ზუსტად ეგ პონტი მქონდა ერთხელ ერთ-ერთზე მამაოსთან აი იცი რატო მომწონს ეგიდია რომ ერთხელ გვინდოდა თუ არ გვინდოდა ჩემი ოქროს კაცი გილიგასთან მქონდა პოდკასტი მე მგონი პირველ თუ მეორე სეზონი იყო და რადგან გილიგა ძალიან რელიგიური ძალიან სწორი და სუფთა და კარგი ბიჭი არის ჩვენი თემა გარდა იმისა რომ ფილმზე ვგეგმავდით ზოგადად ლაპარაკს მაგრამ წავიდა მაკეტკენ მთელი პოდკასტი დაემსგავსა რომ თითქოს რელიგიის და რწმენის გარშემო ვიმოგზაურე და ვიმჟელე და ისეთი ფიდბექი წამოიღო არაზედაპირული ფიდბექი ხვდები ანუ მარტო კომენტარებს არ გულისხმობ ასობით და ათასობით მესიჯი რომ მივხვდი რომ ეს თემა ამ ფორმით გაშლილი საერთოდ სხვანაირად სენსიტიური და საინტერესო ხდება გარდა იმისა რომ დოგმებზე და რაღაც ათწნებაზე ილაპარაკო და გააჟღერო უბრალოდ ხო ხდები რაღაცები რა უარყოფითი რეაქციაც მოყვება რაღაც პროცენტულობით მაგას ვერ გადარჩები არ არსებობს თემა რომელსაც გონია რომ არ გამოყვება ხო პოლიტიკა სენსიტიურია და რამდენჯერაც შევეხე რაღაცა ნაწილში ძალიან მცირე პროცენტულობით მაგრამ მაინც შეიტყო რა ცოტა ყოფილება და რომ აქვე უფრო ემოციური კომენტარები წამოიღო რა კი ბატონო იგივე შემთხვევა იყო ჩემთანაც რაღაც იაგოს დროს პრეზიდენტის დროს ანუ იყო იცი რა მაგას ვერ აცდები რა ანუ ყველას მოსაწონი ვერ იქნები ეგო ორი აზრი არა იცი რა მაგ და აი როგორც პოდკასტერს გეკითხები რამდენად თვლი რომ საინტერესო საყურებელი იქნება როგორ შეიძლება ამის გაკეთება ძალიან მინდა კონკრეტული სოციალური თემების გაკეთება და ვატორმუზებ რიგი მიზეზების და გამო სიტყვაზე ძალიან მქონდა ესეთი გეგმა რომ მომეწვია უძველესი პროფესიის წარმომადგენელი და მასთან განმეხილა რა ხდება მაგზამდე როგორ მიდიან სიტყვაზე უკან რატო ვეღარ მოდიან აი ამ თემის და მსგავსი რიგი რაღაცა თემები არის რომელიც ვთვლი რომ ცნობიერების ასამაღლებლად აუცილებლად სალაპარაკო არის და ისე არის რა გაწეული არის რა ტაბუირებულია უხერხულია ასე შემდეგ იდეა მე მაგაზე არ მიფიქრია ძალიან დიდი ხანია ვგეგმავ ფორმა მესმის ერთი შეიძლება ადამიანს აბსოლუტურად სურდეს საუბარი მაგრამ არ სურდეს სახის გამოჩენა ვიფიქრე რომ ეგ მოგვარებადი პრობლემაა ტექნიკურად დაუმალავ სახეს მაგრამ ნდობის ფაქტორი მაყურებლის მხრიდან ანუ ეგრე ხო შეიძლება საინტერესო ნებისმიერი ვიღაც დასვა არ იყოს იმის წარმომადგენელი დაგეგმო მიხდენ ვერ ავწდები მაგ ეჭვსაც გონია რომ ბევრს არ უნდა ამიტომაც საუბარი ესე სახე რომ გამოაჩინოს ხო ძნელი იქნება იპოვო ეგეთი სტუმარი ვინც საინტერესოდ მოგიყვება თან სახის გამოჩენისაც არ ხო და თან რთულია რომ მარტო იმ კლიშეთ თუ მოიყვარო ის უძველესი პროფესიის წარმომადგენელი ეგ არ ნიშნავს რომ საინტერესო საუბარი შედგება ლექს ფრიდმანი მოახსენე ყოლია ეგეთი სტუმარი როგორ არჩიან და აი OnlyFans რო არის ერთ-ერთი მოდელი იყო OnlyFans-ის და თან ხო
მოქმედი დღეს ვაფშე OnlyFans-ის მოდელები ძალიან ბევრი არიან ხოლმე ახალგაზრდა გოგოები პოდკასტებში. ცალკე და პოდკასტებია მე მგონი მაგისი რა. კი, ყველა თემაზე არის პოდკასტი, რაც არ უნდა მოიფიქრო, ხა დაგუგლო იმაზე რაღაც პოდკასტი იპოვე. მაგრამ უფრო მაგარი იქნება, უფრო მაგარ რეაქციას გამოიწვევს და ინტერესს მაგას თუ გააკეთებ. ოღონდ როგორ ვიპოვე? ხო აი სენსიტიურია უფრო მეტად და შესაბამისი რეაქციაც ექნება რა. რეაქციის არ მეშინია ჩისტა ცნობიერების ამაღლება, მაგრამ ტექნიკურად ვერ მივხვდი როგორ გავაკეთო რა. ანუ სახე არ სახის პრობლემა, კაი, გასაგებია, უფრო გადალახვადია. თუ საინტერესო სტომარია რომ როგორ მოვძებნო საინტერესო უძველესი პროფესიის წარმომადგენელი. ლაბერერზე ხო ჯიგარი ხარ? ხო აი არ ვიცი, ეგეთი. მაგაცებს უნდა გითხო რა. გამოცდილება ვიცი. ან ახალგაზრდობა გავიხსენო, ხო ეგეთი პონტი არის. ხო, ნუ ალბათ. მოკლედ, ვინმე, ბოდი ესე ვიტყვი რა. ესეთი პოდკასტის გეგმა მართლა არის და რისთვისაც მინდა გავაკეთო, მხოლოდ ის არის, რომ მე მაინტერესებს რატო შეიძლება ადამიანმა მიიღო ეს გადაწყვეტილება დღეს. მე არავითარ შემთხვევაში არ ვკითხავ ხა ადამიანს, მე უბრალოდ მაინტერესებს. ეს არის გზა, რომელსაც ადამიანები ირჩევენ. ჩემი ზიამოცანა არის გავიგო დღეს ეს 20 წლის წინ სხვა რეალობა იყო და 30 წლის წინ და უფრო რაღაც ამბავში შეიძლება გამეგო. დღეს რატო შეიძლება გადაწყვიტო მაგზას დაადგე, როცა ალტერნატივები ბევრია. იგივე გზის ალტერნატივებიც კი არის უფრო ბევრი, მაგრამ ზოგი კლასიკურად აწვება ძველ გზას. თუ დგები რა ფაქტორებზე გიწევს გადაბიჯება, სოციუმში რა რეაქცია მაინტერესებს, თუ გამოსვლის სურვილი გაქვს, ხშირად მსმენია ვერ გამოდიან. რატო ვერ გამოდიხარ? ანუ საფრთხეები, რომელიც სიტყვაზე ვიღაცამ შეიძლება ამ გზას ისე მიუიდეს, რომ ვერც გაიგო, ჩიხ-ჩიხი იაროს და თურმე ცენტრალურ გზას დაადგეს. ანუ აი ამ თემების ჩაშლა მინდა და არა ის ფასი რა არის და ხო ხვდებით თავს როგორ იცავთ კონსტრუქცია რაღაცა პრეზერვატივის ფასი. ეგენ ვაფშე არ მაღელებს. მინდა სხვა რაღაცებს მიუდგებ, მაგრამ თუ ვინმე ძალიან ცუდ განცხადებას ვაკეთებ. მეც ეგრე მგონია. ძალიან ცუდი განცხადება, ოღონდ სწორად გამიგეთ. ადამიანი, ვისაც გაქვთ სურვილი, არ აქვს ასაკს მნიშვნელობა. კიდე ერთხელ ვიძახი. ნუ გასაგებია რომ სულ წლობაზეა საუბარი, ჯვარი ეწეროთ. ანუ პირიქით, მგონია რაც უფრო დიდი ასაკის და დიდი გამოცდილების იქნება, მნიშვნელობა არ აქვს ამ სფეროში ხართ, არ ხართ. თუ თქვენ მზად ხართ ამაზე ისაუბროთ და თვლით რომ საინტერესოდ შეგიძლიათ ისაუბროთ ამაზე, საინტერესოდ კიდე ერთხელ ვიძახი, სახე შეიძლება დაიმალოს, მაგის პრობლემაც არ არის. შეგიძლიათ აღწერაში არის თვითონ მეილი, სადაც რავი, მოგწეროთ და განვიხილავთ. იმიტომ რომ მე-6 სეზონში ესეთი გეგმები არის, რომ ცოტა უფრო სოციალურ თემებს რაღაც რამდენიმეს მაინც შევეხო. ანუ თვლი რომ ღირს ესე გაკეთებ. მაგარი იქნება. კარგი დაგეგმა მოგიწევს და კარგად მომზადება. ყველა პუნჩი, აკრას ეგის შემთხვევა რომ კარგად უნდა დავგეგმო და კარგად მომზადო. ხო, თან ის დატვირთვაც ექნება რა, რომ რაღაც ძალიან ბევრი ადამიანია ამ სფეროში ჩართული და რაღაც ტრაგიკული ბედი აქვს ამ ადამიანებს. და არავითარ შემთხვევაში გარომანტიზირება არ მინდა მოხდეს ამის. ამ ადამიანების ტრაგიკულ ბედსაც გაიზიარებს საზოგადოება და რაღაცა ისინი რაღაცა უფრო მეტად ადამიანურად ხო, ეგ არის ზიამოცანა, კი ბატონო რა. დოკუმენტური ბევრი წლის წინ, ბევრი არა, 3-4 წლის წინ ვნახე. დოკუმენტური სერიალი იყო, რუსების გაკეთებული 3 სერია იყო. 3 ნოველასავით იყო რა, დოკუმენტური ნოველა, სხვადასხვა ისტორია. ასაკით სხვაობა იყო, რა სიტყვაზე იყო 25 წლის გოგო, იყო რაღაცა 50 წლის ქალბატონი და უფრო დიდი რა 70 წლის ქალბატონი, რომელმაც მთელი ცხოვრება ესე იცხოვრა, ბოლო 10 წელი არ. 3 პრიზმა, 3 სხვადასხვა ეპოქა, 3 სხვადასხვა გზა და 3 სხვადასხვა გამოძახილი ამ ყველაფრის. ეგეთი სევდიანი, საინტერესო ამავე დროს და შემეცნებითი აღარ მახსოვს, აღარ პოულობ იმის მერე ვეძებდი რომ აი მინდოდა რომ რაღაცეები კიდე კარგად ჩამევლო, უნდა ვიპოვო, თუ ვიპოვო რჩევებში დაგიტოვებთ. აი მანდ მომინდა რომ მეც რაღაცა მსგავსი პოდკასტი უკვე დაწყებული იყო. მაშინ გამეკეთებინა, მაგრამ იმდენად არარეალური მეჩვენებოდა პოდკასტის მასშტაბიდან გამომდინარე, ფიდბექიდან გამომდინარე. ეხლა მივხვდი რომ პოდკასტს აქვს ეგ უკვე რაღაცა რესურსი, რომ ეგეთი რაღაცა აიტანოს და სწორად მაქსიმალურად გადასცეს. აი ეგ ვაიბი მინდა ტრიალებდეს, რაც იმ დოკუმენტურ 3 სერიაში იყო, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა Netflix-ზე შეიძლება გინახავთ ეგეთ, მაგრამ ძალიან აი რეალურად იყო, ძალიან რაღაც underground-ულად იყო გაკეთებული თავისი ფარული ჩანაწერები, დერსკად. მოკლედ, მეილი დატოვებულია, თუ ვინმე სურვილი გექნებათ, კიდე ერთხელ ვიძახი, გავშალოთ. ქუც რო არ ვიხდოთ ხალხი თავით, სერიალს ვიწყებთ რა. გეგმა არის ძალიან მალე თებერვლის ბოლოს უნდა დაიწყოს სერიალის გადაღებები YouTube-ზე და YouTube-ისთვის პროფესორად.
პირველად დავწერე რაღაცა, მაგრამ ეშინოდა, იმიტომ რომ განათლება უნდა. შენ კი იცი, ეგ ამბავი, რომ სტრუქტურულად განათლება უნდა, მაგრამ ერთადერთი 10 წლის წერტილი ცოდნის პონჩი როგორ უნდა დაწერო, ხე მე არ ვიცი ტექნიკურად, მაგრამ ეტიუდის პრინციპი ავიღე რა, როგორი წერება ეტიუდი, მაგ ეტიუდის პრინციპით დავიწყე წერა სცენარის და ნუ ვისაც წავაკითხე ყველამ ძალიან ბევრი იცინა და ხაიები ეგეთი არისო დრამატურგიის მიმართულებაში ხაია არისო რა. მე მგონი ძალიან კაი რაღაც უნდა გამოვიდეს ხო და თმებიც კიდე ერთხელ ვიმეორებ. ვიღაცამ თუ გადაწყვიტა რომ ჯერ სათვალეზე ხო პანიკაა, სათვალით რატოზისო, იმიტომ რომ თვალების პრობლემა იყო და სხვანაირად ხდება შუქი. თავზე აქ მაქვს სურპრიზი ხალხო. აქ ეხა მაგარი სურპრიზი არის, რასაც სერიალში ნახავთ, ამიტომაც არ მინდა რომ დაიწვას. კაი, გადავიდეთ ტრადიციულ ამბავზე. ესე არ მქონია კიდე რა მინდა გითხო. ნუ აი დადება გიწევს და რაღაც რამდენიმე ადამიანი მოცადე და ზოგი ვერ მოვიდა, ზოგი არ გითხრა და აი მე რაღაც იზრებული ხარ, რაღაც სტუმარი მოიყვანო. რომელიც რო ჩაგივარდება პონტი, მაგ დროს მქონდა ერთი პერიოდი შინაურული პოდკასტებია ხოლმე რა, ქვია, სადაც ჩემი ძმა, უმცროსი და უფროსი მოდიან. იდეაში დაგეგმილი იყო რომ ძალიან იშვიათად ყოფილიყო, მაგრამ ხანდახან აი ახლო თუ შეატყეთ რომ ზედიზე და თვეში ორჯერ დაიდო, ეგ იყო მიზეზი, იმიტომ რომ შევთანხმდით დროზე, ყველანი ადამიანები ვართ, ვიღაცაგან გაცივდა, ვიღაცას რაღაცა, კი ყოფილა ეგრე მქონდა დამხმარებოდი, მიშველებოდი რა. მაგრამ ესე რომ აი რაღაცა ისეთი დამედოს რომ მე შემწხვენიან არ გამოსულა, ეგეთ პოდკასტი არ მქონია. ყოფილა პოდკასტები რომელიც აი ხავ თვლი რომ რაღაცა უკეთესი შეიძლებოდა, მაგრამ ისეთი რომ უიმედე და ეს რადევს ეგეთი არხზე არ არის რა. და ვაფშე არ დავდებ მაშინ. მიხდი მიჩვენე ერთვიანი პაუზა გავაკეთო, ვიდრე გავაფუჭობონდი რა. შეგახჭობენ სპონსორები ეგრე? არა, იქ რაღაცა ვალდებული ვიყავ რომ ამდენი ეპიზოდი დროზე არ არის. თუმცა კიდევ ერთხელ ეგეთი ვალდებულება მაქვს შეთანხმება რომ რაღაცა 3 ეპიზოდი 2 დაჟე უნდა დაიდოს პოდკასტის, მაგრამ აბსოლუტურად ლოიალურად უდგებიან და ჰუმანურად რამე რო უთხრა რომ ხან გავცივდიან ვიღაც აბსოლუტურად არ აქვს არავის მაგის პრობლემა გაჩააგდა ერთი თვე. ალგორითმს აფუჭე პროსტა რა. ხო, ეგ არის. ეგ რისკი არის, ხო, რაღაცა უნდა დადო, თორე YouTube-მა მე შეიძლება აჩვენოს მხოლოდ 4 კაცს. კი. შენ კიდე ოფლიკ აქვს ჩაღვრილი და ნერვები მოგეშლება, ასე რომ გაიგეთ ხოლმე მაპატიეთ წინასწარ. დესერტი. იცი რომ ჩევები არის ხოლმე ბოლოს 3-3 მესაბედნიეროდ მომარაგებული მაქვს კარგი რაღაცები Netflix-ро ვერნაცვალეს ამას ვიძახი. 3 მე ხო? გინდა წიგნი, გინდა მუსიკალური ნამუშევარი, გინდა ნახატი. მოკლედ რაზეც ჩვენი მაყურებელი დროს დახარჯავს ესთეტიურ სიამოვნებას მიიღებს ან რაღაცა შემეცნებას რა. რიგრიგო, ვა, წიგნით დავიწყებ. დავაი, მან ვერ გამოყვები მე. მან ვერ გამოყვები ვერაფერში. ეხა გეტყვი რატო ვიწყებ წიგნით. ცოტა ხნის წინ წავიკითხე, ესეთი ის არის 150 ამბავი ილია ჭავჭავაძეზე. ძალიან პატარა წიგნი არის. და არის პატარა ამბებია, ესე 150. ხო, ანუ აბზაცი, ერთი აბზაცია მაქსიმუმ, თითო ამბავი რა. ეგ მაგ ფორმატში აი ჩანახატები არის რა, აი სტატუსების, Facebook სტატუსზე შეიძლება შეხვდეს მაგხელები რა, რომ ერთ დღეს ილია მოდიოდა და შეხვდა ვიღაცა გლეხი უთხრა, ამორპასუხა ეს და რაღაც. მე მეორე ამბავი. რა მაგარია. და მაგიტო წავიკითხე, ესეთ პატარა არის და მარტივად იკითხება რა. ეხავე შევალ აქედან ბიბლიოში და დავითხრევ. ეს არის სერია რა. ეხა ვკითხო 150 ამბავი თუ 180 ამბავი ვაჟა-ფშაველაზე. და ეს არის ცნობილი ადამიანები, ხო, პატარა ბროშურა არის, აი შეგიძლია რაღაც გეგდოს ჯიბეში ან ჩანთაში და ავტობუსში წაიკითხონ რაღაც რაღაცა. ავტორი ვინ არის, ხო არის? თუ მოგონილი ამბები ხო არა რაღაც პროსტა ნაუგად დაწერილი. მე მგონი ბიბლიუსი არის გამომცემელი და მგონია მოგონილი. შემოვიდი ახლა პოდკასტის მერე ვიყიდი. ანუ კაი რაღაცაა გასაცნობა დღეს. კი და ანუ ბევრ მაგარ აი რაღაც მაგარი საინტერესო ამბები წავიკითხე ილია ჭავჭავაძეზე. ხო არა რა, აი მაგალითად ერთი იყო რომ მთელი ღამეო გაატარაო იმაშო კაზინოშიო. რაღაც არ მახსოვს იმ სასტუმროს აიქო იმის ქვეშ იყო კაზინო და ეგ და რაღაც სომეხი ვაჭარი გამოვიდნენ დილის 5 საათზე მოდიან მთელი ღამე ნათამაშები და ამ სომეხ ვაჭარმა უთხრა ილიას რომ უკვე ხალხს დაწყებული ქონდა გაიღვიძეს და რაღაც გამეურნეობა და გახსნილ და რაღაც დადიოდნენ ვირები და ურმები და რაღაცები და ნახეო შენ რა ბედი გაქო რა მეო ხალხი რო შემოხედავს ეს სომეხი ვაჭარი ეუბნება ჩემზე ფიქრობ რომ ეს საცუდავი კარტოჟნიკიო რა და ესე მიყურებენ ზემოდან და შე რო გიყურებენ ფიქრობენ რომ ეს აწყალი ილია ეტყვა მთელი ღამე სტამბაში გაატარა ამაზე დაარდით და აი ეგეთ პატარ-პატარა ამბებია მინდა ეხავე ვიყიდით სოჩე გავალ თუ არა დავით როგორ ქვია 150 ამბავი 150 ამბავი ილია ჭავჭავაძე და ოღონდ ზოგი ეს არის 180 ამბავი ვაჟა-ფშაველა და მარადონაზე და რაღაცებზე არის ანუ ესეც ცნობილი კოლორიტო ადამიანებზე არის რა 150 ამბავიც მინიმუმ და გაინტერესებს ხარაშო პირველი ეგ იყოს ვა გასწორა ეხლა უნდა შეიძლება და ჩაგიგდებს სახშო მივავა რა ქვია თუ იპოვე სკრინს თუ ვერ იპოვე ეს იქნება ბიბლიუს თუ უშვებს ყველა ყოჩი ახლა ბიბლიუს შიგრები არიან გუგლში ეგრევე იძებნება კარგი ჩემი პირველი რჩევა
და სხვა კუთხი დაგანახებს ილიასაც ვაჟასაც მაგალითად ეგეთი სტორები თუ არის მაგრა ასწორებს კი აი მაქსიმუმ 2 აბზაცი იყოს რაღაც ამბავი არა სტორები არის მაგრა ვაჟაზე არის მაგალითად ეგ არ ვიცოდი რაღაც ამბავს ყვევროთ მუშტი კრივიდან მოდიოდაო და მე სხვა ამბავია რა და მე გამახსენდა რომ მუშტი კრივში ღებულობდა ვაჟა მონაწილეობას და იმართებოდა და უბად ქონებდნენ ერთად UFC-ს მართავდნენ სოფელში და აი ეგ რაღაც პატარა ამბებს გაიგებ ვა ასწორებს უეჭველი ეხავე შევდივარ ილიას თამაშზე გამახსენდა კიდე ერთი ისტორია რაღაც ძალიან ბევრი ფული წააგო რა მაგრად უყარდა მაგრამ ძალიან ხო მაგრად თამაშობდა და გემბლერია გამოვიდა კაზინოდან და დაждდა ურემი იმას შეუკვეთა მაშინდელი ტაქსი და მოვიყვანა სახლში უბერი მაშინდელი ხო 5 მონეტი ეკუთვნოდა თუ რაღაც ამას და 10-იანი ქონდა ოღონდ მთელი ფული წააგო და 10-იანი ქონდა დარჩენილი მარტო ხო და ამოიღო და იფიქრავ მე ნუ ეს ვიღაცას მოუყვა ან მაშინდელი იმას და იმის მოგონებები არის რა და ამოიღო და იფიქრავ რომ რაღაც დავახურდოებინო რაღაც 15000 წააგო თუ რაღაც 2500 რა და რაღაც ამას გაუყო და ახავ და 10 მონეტიანი მიცა და მეუბნე უთხოვ რომ ეთქვა ძალიან ბევრი ფული მოგიგია ესე უხვად რომ აძლევა რა ეგეთი რაღაც მაგარი თბილი და საყვარელი ისტორიებია მაგრამ ან ვიღაცების მოგონებები ხო ხო სხვა ადამიანების მოგონებები ილიაზე რა აუ რა მაგარია ძალიან გაასწორა ანუ წეჩი დღესაც ვაპირებდი დღეს შესვლას მინდოდა ერთი წიგნი არის და ვისაც კითხვა ეზარება ჩემსავით იმათვის გადასარევი წიგნი იგი გამარჯობა შენი აქ ვარ ეგეთი ვისაც მაგრად ეზარება კითხვა ის არის შენ გექნება წაკითხული შენ ყველაფერი გაქვს წაკითხული მეზიზღები აი ეს წიგნი ხო არ გაქვს წაკითხული დღეს უნდა შევსულიყავი ეგ მეყიდა და სავარაუდოდ არა იგი ჩემნაირი პასუხები გაქვს სავარაუდოდ დაჟე არც კი მსმენია ეგეთი პასუხები მაქვს ხოლმე სად არის აი ეს მინდოდა მეყიდა დღეს მიამოტო მუსაშის 5 გრაგნილი ხო აი ეგეთი პიზდეცი რო არის იმიტომაც მინდოდა მეყიდა და შევალ და მაგასაც ვიყიდა და პაходу ნიკამრაც დატოვა გუშინ ისიც უნდა ვნახო 48 კანონი ძალაუფლების თუ რაღაც ოკეი კაი წავიდეთ ახლა ჩემი პირველი ფილმი აი კაი ამბავი მოხდა დღეს წიგნებს ვიყიდი რა ყიდვაში მაგარი ვარ სახში ბიბლიოთეკა მაქვს თვალს გაახარე მაგრამ გახსნა და წაკითხვაში მაგრამ ხო ეს ვიყიდე და დავდე წავიდე დაჟე მაგიდაზე მედო ერთ ჩემი ამ პარტავანი ხო ეს სამაგიდო წიგნია და ახალი ნაკიდი ესე დიდხანს და მტვერი რო დაედო ბოლოს უკვე ცოლმა რო 9-ჯერ მიკივლა რო ან წაიკითხე ან დადო იმის მერ დავდე ოკეი რა ვნახე ისეთი რაც ხო აი მაგალითად ვისაც გიყვართ ძველის მე-20 საუკუნის დასაწყის ისტორია ბონი და კლაიდზე არის ძალიან საკაიფო ფილმი სუზან სარანდონიო თამაშობს ეს ვარ გაქვს ნახე არა ვუდი ჰარელსონი და ამას რა ქვია მაშინ რო არის გაც ამ არტისტს კევინ კოსტნერი და ვუდი ჰარელსონი true story არის ანუ ბონი და კლაიდი ვისაც ვინც არიცით ეს იყვნენ შეყვარებულები რომლებიც იყვნენ კრიმინალები და ორი გოგო რო იყო ეგენი ვინ იყვნენ არა ბონი და კლაიდი შეყვარებულები იყვნენ ორი გოგო არ ვიცი მოიცი იმაც სხვა იყო სუზან სარანდონი იქ თამაშობს ხო ხო ეგ არის კიდევაც ისტორიული ესეთი ისინი იყვნენ ხო აი ეგ ორი გოგო არ ვიცი მაგრამ ესენი იყვნენ 30-იანი წლებია სადღაც ყველაზე გაბაზრებული მკვლელები ახალგაზრდა რაღაც 20-21 წლის შეყვარებულები თუ ცოლ-ქმარი ბონი და კლაიდი რომლებიც მანქანით მოგზაურობენ შტატიდან შტატში და პოლიციელებს ხოცავდნენ და რაღაცა გმირებივით იყვნენ და დაევალა იმ დროინდელ რაღაც რეინჯერებს, ბებე რეინჯერებს რა, FBI-ც აი რაღაცა გუვერი იყო ხო გვარად, ვინც FBI შექმნა ხო? ჰუვერი ხო, ჰუვერი თალკე ეძებდა მაშინდელი აგენტურით, მაგრამ ვერ პოულობდნენ და ვიღაცა ბებერი რეინჯერები, რომელიღაც შტატის გუბერნატორმა ქალმა გამოიწვია პენსიიდან და უთხრა რომ თქვენ თუ შეძლებთო და ამ რეინჯერებს თამაშობენ ეს ორი არტისტი. აუ, ისეთი კარგი ფილმია ხო, ისე გამისწორდა. ვუდი ჰარელსონი მეოსა. აუ, ვუდიზე ვაფშე გიჟდები და აი ძალიან კარგი დუეტია, ძალიან კარგი თხრობის მანერაა რეჟისორის თვალით, აი როგორც არის რა პონტი ნაჩვენები ძალიან გაგისწორდა და ფილმს ქვია The Highwayman. ესე ქვია Netflix-ზე დევს ყოველ შემთხვევაში, ისე შეიძლება მოძებნოთ. ჩემი პირველი ეს იყოს. მაშინ ეხა უყურებ უკვე ჩემ ძოლთან ერთად მე ჩემთვის მე მგონი მე-4 წრეზე ვარ არ ვიცი იმას ნათქვამი თუ Curb Your Enthusiasm კომედია არის როგორ ქვია Curb Your Enthusiasm ანუ Curb Your Enthusiasm არა თოკეშენი ენთუზიაზმი თუ რაღაც ეს მე მგონი არა ძალიანაც ნუ გიხარია იქნება ალბათ თარგმანი ქართული არ ვიცი რა სიტკომია რამე კომედია არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაც მინახავს ძველია არა შარშან დამთავრდა
პირველი სეზონი ძალიან ძველი არის, რაღაცა 5 თუ 6 გადაიღო, მე პაუზა ქონდა, მე კიდე ეს არის ლარი დევიდი, საინფელდი ესეთი სერიალია, იმის შემქმნელი რა, ჯერი საინფელდი და ლარი დევიდი შემქმნელი. და ნუ თავის თავს თამაშობს და ჰოლივუდში ხდება ბევრი ცნობილი ჰოლივუდის ტიპი იჭდება ამ სერიალში და ლარი დევიდის ცხოვრებაზეა. და ძირითადად არის რომ თემატიკა არის რომ კონფლიქტები მოსდის ადამიანებთან საყოფო ცხოვრება, ისეთ დებილობებს და უაზრობებს შეიძლება ადამიანებს ეჭყობოს. აი სრული სისულელეები რა, ძალიან ბევრი გეგონება რომ საქართველოში მოხდა ისეთ რაღაცაებზე ეჭყობა ადამიანებს. და ძალიან სადაცილო არის 20 წუთიანი სერიები არის. Netflix ხო არ არის? Netflix არის HBO. Okay. Your enthusiasm. Carb the motorcycle your enthusiasm. Carb your enthusiasm. Okay. მეორე ეს. ჩემი მეორე მოდი იყოს ძალიან ძველი ფილმი აღმოვაჩინე, იმიტომ რომ ეს პროსტა რო სკროლავ Netflix და ძველია 94 წლის ფილმს რომ მოგიდეს, მაგრამ არტისტი რო გიყვა დენზელ არა და ჩავრთე და მივხვდი რომ დენზელს თითქოს ყველაფერი მაქვს რა, ხდა ეს არ მქონდა, რა ნახე. ქვია Manjurian კანდიდატი, იცი? ეს? არა. ბიჭო, ძალიან გამისწორდა რა. პაპსა ფინალი აქვს, მაგრამ კარგი არტისტები თამაშობენ. თემა არის, რომ ნიტო ვიეტნამი, არა, ერაყის ომში იყო მოკლედ რაღაცა 20-ეული და ეს 20-ეული იწყება ესე რომ რაღაცა მასში მოყვება ჩასაფრებაში და მერე პოსტფაქტუმ. ანუ თითქმის აღარავინ აღარ არის ცოცხალი, მარტო ეს სამი ჯარისკაცი დარჩა და ღირსების ორდენზე წარდგენილები და ეს დადის ეს შტატიდან შტატში და ყვება უნივერსიტეტებში თავის გამოცდილებას. მაგრამ ნელ-ნელა არ ყვევ რომ რაღაცა უცნაური ხდება რა, ერთნაირ სიზმრებს ხედავენ ეს გადარჩენილი ჯარისკაცები და მოკლედ მიდის ისეთ შეთქმულების რაღაცა მისტიური ისტორიაზე, რომელიც ბოლოს ძალიან მაგრად იშიფრება. ვაფშე რო არ ველოდი, ძალიან ვისიამოვნეთ, ან აი იმ ვაიბის ფილმია რა, მაშ კარგ ფილმებს რო იღებდნენ, ეგეთი გადაღებულია, ეგეთი ვაიბია. ასე რომ, ჩემი მეორე იყოს ეს, The Manjurian, თუ როგორც არის კანდიდატი. და მესამე. ფილმი მინდა, მაგრამ ვერ გავიხსენე ბოლოს ესეთი ფილმი, რაც ნახე რაც შეიძლება იტყოდნენ ალბათ და იყოს სერიალი, რომელსაც ველოდები ახლა მეორე სეზონი გამო, Severance, ესე ქვია. Severance ქვია. Ben Stiller-ი არის პროდიუსერი. ნუ როგორ მევასება რა კარგაცა. Adam Scott-ია სახიობი მთავარ როლში. მოკლედ ძალიან მაგარი სიუჟეტი აქვს რა, სინოფსისი არის ესეთი, რომ არსებობს რაღაც ორგანიზაცია, სადაც ადამიანები მუშაობენ, და ამ ორგანიზაციაში მიდიან სამსახურში, იქ მათი მეხსიერება იშლება, რაც ლიფტში შედიან და იქ აქვთ ახალი მეხსიერება. იქ მუშაობენ და გამოდიან ირთვება ისევ ძველი მეხსიერება და ის რჩება იქ. ანუ გარეთ რო არის შიგნით არის წინასაკეთებენ და შიგნით რო არიან გარეთ არის წინ ვინ არის. სერიალია. ძალიან მაგარი გადაღებულია, აი ესეთი თურათ ის თამაშობს ჯონ ტურტურო არის მე მგონი, კიდე ენტონი ვოკერი, მაგარი სასწაული თამაშობს. დიდია ის სერიალია? თუ მორჩენილია უკვე. პირველი სეზონი მორჩა და ეხლა მე მგონი იანვარში უნდა დაიწყოს მეორე. Severance, ვაი. და ნუ როგორი ამბავია, იცი რომ ესე იწყება რომ რაღაც გოგო იღვიძებს მაგიდაზე აგდია და რაღაც ხმა ელაპარაკება რომ შენ ახლა ხარ აქა და შენმა თავმა ესე აქ დაიწყე მუშაობა, აჩვენებენ თავის ვიდეოს გარეთ რო არის და ეუბნება რომ რა კაი რომ მუშაობას ვიწყებ და მან და შეგეშინდეს იმუშავე და რო გამოხვალ და ვერ არკვევენ შიგნით რაზე მუშაობენ არიციან. გარეთ რო არიან ხვდებიან რომ რაღაცა შიგნით ნიტო არის და მოკლედ ძალიან საკაიფოდ არის გადაღებული რა და მოკლედ ამბავი არის რომ შიგნით თუ აღარ გინდა მუშაობა უნდა დაწერო წერილი რომ აღარ მინდა და გავამიშოთ შენმა გარეთ თავმა უნდა დაწეროს ეს წერილი იქ განცხადება რომ აღარ მინდა მაგრამ გარეთ თავის გარეთ თავს ვერ ეუბნებიან რომ აქ საშინელება ხდება აქ აღარ გვინდა გარეთ მუშაობა ანუ თავის ტყვეები იჩთებიან ტიპები და გარეთ რო არიან ვერ ხვდებიან რატო რა ვიცი სამსახურში მივდივარ ესე ხდება და მოვდივარ ანუ ვაფშე არ მახსოვს იქ და ხელფას მიხდიან და რატო უნდა უარი ანუ შეგეც არის იტანჯება ცუდად არის რა და თავის თავს ვერ ეუბნება რომ გამოიყვანოს გარეთ აი სასწაულად მაგარი სერიალია რა. არაპაპსა იდეა რაღაც ახალი იდეა რაც გამისწორდა ახლა. რა ძირითადად ხო კინოში იგებს გადაღებულია ძალიან საკაიფოდ, აი ხო რაღაც ვიზუალურად ძალიან გემრიელი არის და ძალიან მაგარია რა. Okay. ჩაათვალე ჩემი ლისტში ჩამატებულია Severance, ხო? Severance. Okay, მესამე ეს იყოს და ჩემი მესამე რა ვარჩიო აქედან, ანიმე ხო არ თქვა რამე. მოდი ანიმაციას ვიტყვი, ჩემი თავობის Marvel-ის ფანებისთვის ესეთი რა ძალიან გულის გასახარებელი, ვინცაც X-Men-ები გიყვართ და 97 წელს ჩემთან ერთად პატარა რო იყავით X-Men-ებს ელოდებოდით ხოლმე Fox Kids-ზე და უყურებდით Jetix-ებზე და საოცარი X-Men-ები იყო ძალიან მაგარი. გააკეთეს ახალი თავი X-Men 97 ესე ქვია იმ ვიზუალით ზუსტად რაც 97 წელს იყო და დაამატეს რაღაც ახალი ამბავი რა.
პირველი რო ჩავთი რა მქონდა იცი რომ ეხა მაშ ბავშვი ვიყავი გასაგები რა ემოციითაც უყურებდი და მეთქი ეხა რამდენად წაიღებს ისე გამისწორდა ანუ ისე ვიკაიფე და არავითარი ნოსტალგია არ იყო რა მაინც აი მაგრად გამისწორდა ასე რომ ვისაც არ ქონდათ ეს ინფორმაცია გაგებული და იმის ფანები ხარ და ვიცი რომ უდიდესი ფანბაზა აქვს ამ როგორც სპაიდერმენს ცალკე რა იმ ეპოქის სპაიდერმენს კი ბატონო იცოდეთ გამოვიდა X-Men-ები 97 წლის ბატონო იკაიფე ჩემი მესამე ეს იყოს სულ ამოვიწდა ჩემი მეგობარი კომპანიის გარეშე ხო ძალიან რთულია ჩვენი ცხოვრება ვიტყვი ბარენ ბოლო პოდკასტია და ახალი წელი იქნება მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ვინც ჩვენთან ერთად იყავით მთელი ეს წლების მანძილზე ეს ურთულესი წელით ერთად გავატარეთ მთელი გულით გისურვოთ რომ საუკეთესო წელი იქნება ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერი დაალაგდება და გეტყვით ჩემი მეგობარი კომპანია ასევე მადლობა მათ იმიტომ რომ ჩემი მეგობარი კომპანია არიან მაგისთვის რა თქმა უნდა მადლობა მაგრამ ის რომ ამ პროდუქტმა მე ბევრი რაღაც უფრო დამილაგა და უფრო ჯანსაღი გამიხდა და ესენი რო არ ყოფილიყვნენ ალბათ ფსიქოზი შემჭამდა ეს ძალიან ობიექტური და არა რეკლამისთვის ნათქვამია შამანები თან ეხლა აქცია აქვს სულ იშვიათად აქვს ხოლმე აქცია 3 აქცია წელიწადში ერთხელ შემდეგი დაბადების დღეზე ექნებათ აი ეს ახალწლო აქცია იდეალური საშუალებაა რომ აი ეს უმნიშვნელოვანესი პროდუქტები რომელიც იქ არის რამდენიმე განსაკუთრებით მშვენიერ ფასებში შეიძინოთ არის წვეთები არის აბები არის ფხვნილები გეტყვით რომ ეს არის საკვები დანამატი სუპერფუდი სოკოს ბაზაზე დამზადებული რომელსაც უბრალოდ რა ვიცი ყავაში ან ჩაიში ოდნავ თბილისში ჩააწვეთებ და ის ეხმარება შენი მენტალური ჯანმრთელობის შენი ფიზიკური რაღაცა პრობლემების მოგვარებაში მიჩვევების გადაგდებაში ძილის მოგვარებაში კონცენტრაციის კუჭის მოქმედება იმუნიტეტი რიგი სხვადასხვა რაღაცა პრობლემების მოგვარებაში მე პირადად კიდევ ერთხელ ვძახ წელიწადზე მეტია ამ პროდუქტის მეგობარი კი არა იმენად ძმაკაცი გავხდი და ყველა ჩემიანი ვინც გიგასინჯა ცალკე ფიდბექია არ ნახული რომელიც ასევე საიტზე შეგიძლიათ ნახოთ აღწერაში ლინკი არის სპონსორიც ისეთი ჯოროგანული ყავს რა ხო იმინა ჯოროგან მან ვნახე პირველად ეგ პონტები რა ის სოკოსის გენიალური პოდკასტი რო არის მე UFC-ის ჩემპიონები ვნახე რო იწვეთებდნენ ძალიან ბევრი და მაშინ არ იყო ქართულად ეგ პროდუქტი და უცებ გაიჩნდნენ შამანები რომლებიც რა იმის მე რო გავსინჯე გეუნები მივხვდი თურმე რატო იწვეთებენ UFC-ის ჩემპიონები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჯაფარ, ურმესი მადლობა. პირიქით მადლობა. ძალიან ვისიამოვნებია რომ წლის ბოლო იმაში მომიწია. შენ გენაცვალებ მე ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი მართლა ძალიან საკაიფო პროდუქტი გაქვს და პოდკასტი გაქვს. მინდა რომ ეგეთები და ჩვენნაირები და უკეთესები და რა ბევრი იყოს მოკლედ რა იმიტომ რომ გონია რომ ეს ჩვენთვის არის გვინდა არ გვინდა კარგი გაგებით აი ესეთი ამბავი რომ სუხოთზე ვიყოთ მაყურებლისთვის არის ძალიან კარგი საშუალება ზრდის რაოდენ ამბიციურადაც არ უნდა ჟღერდეს ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეს ემსახურება ძალიან სწორ და კარგ შემეცნებას უმეტეს შემთხვევაში რა ამიტომაც მინდა რომ ბევრი სპონსორები გისურვო ჯანმრთელობა გისურვო ეს აკეთო დიდხანს აკეთო იმ ხარისხში მინიმუმ რასაც აკეთებ და რა ვიზარდოთ და გავიზარდოთ მადლობა შენ და შენ რაც აკეთებ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მოტივაციის მომცემი არის ჩემს სახელით მეთქი როგორც პოდკასტერისთვის რომ ესეთი მეც ჩამომივა აუცილებლად და მაგრა ისიამოვნებ ეგ დღე დაგიდგება აუცილებლად ხო და იმედის მომცემს აკეთებ და საღორ და გააგრძელე მადლობა ძალიან დიდი თქვენ ჩემო ძმებო თქვენ გენაცვლეთ კადრშივე გეტყვით როგორ მევასები მიყვარხათ მადლობა ხოლო თქვენ დაგემშვიდობებით რა თქმა უნდა ჩვეულებრივად დაიდება მოდი 10 რიცხვამდე ნუ დაელოდები შემდეგ პოდკასტს იმიტომ რომ გარკვეული მიზეზების და გამო თავი არ მექნება ნერვი არ მექნება ახალი წლები შვიდად წყნარად გადავაგოროთ ოჯახურად 10 რიცხვისკენ ჩვეულებრივად გაგრძელდება კონტენტის დადება შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარმდგენელი აჭარაბეთი ტრადიციულად სულ ყველას jingle bells და გაკოცეთ ისერში არა სერიოზული პოდკასტი